მაყურებელს მივესალმები, შევახსენებ ჩვენი მხარდამჭერები არიან სოკარი და სელფი. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, ეს არხს ძალიან დაეხმარება. დღეს ჩვენი სტუმარია მოკრივე ლაშა გურული, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და დანარჩენს აღარ ჩამოთვლით. ბევრია კიდე მსოფლიო ევროპა მედლებიც არის. როგორ ხარ? შვენივრად მივესალმები ჩვენს მაყურებელს. რავი, კარგად ვარ. ეხლა შეკრებას გადიხარ გორში. კი, ეხლა ამჟამად გავდივართ ეროვნული ნაკრების შეკრებას და ვიმზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის. როდის არის გა? 4 სექტემბერს უკვე დაიწყება და გაგრძელდება 10 დღე. 14-ში უკვე ფინალები. სად ტარდება? ლივერპულში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ამას რომელი ორგანიზაცია ტარებს? ძირითადად ჩვენთან ყოველთვის ერთ ორგანიზაციაში შეუძლია ხოლმე რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს. მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიან თავის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები. ხო. ეხლა არის ეს გადაბარდა IBA-ის ორგანიზაცია იყო მანამდე, ჩამოერთვა ესე ვთქვათ ლიცენზია, გადავიდა სხვაზე და World Boxing-ი შეიქმნა ახალი ორგანიზაცია, ყველა ქვეყანა იგა წევრიანდა და ტარდება მან მსოფლიო ჩემპიონატი. ეხლა შენ რაც პროფესიულ კრივში გადახვედი. მაინც ასე ვთქვათ შენ კარიერისთვის გჭირდება ეს მსოფლიოზე და ევროპაზე გამოსვლა? ჩემ შემთხვევაში როგორი მომენტია იცი, არიან სპორტსმენები, ვისაც დაუშვათ სამოყოლო კრივში, ესე ვთქვათ, არ აქვთ ის ინტერესი, იმიტომ რომ კარიერა არ აქვთ და შემდეგ გადადიან პროფესიონალებში და უკვე აწყობენ იმ კარიერას და მე შესანიშნავი და მშვენიერი კარიერა მაქვს და ამიტომაც მინდა რომ კიდევ ერთი медаლი დავამატო სამოყვარულო კრივის. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას რომ სამოყვარულო კრივი ძალიან ცუდად ჟღერს, რეალურად ეს არის ოლიმპიური კრივი და ამიტომაც ოლიმპიურ კრივში მინდა რომ კიდევ ერთი და მესამე მსოფლიო медаლი დავიმატო. ოღონდ ეხლა უკვე медლისთვის არ ვბრძოლობ, ეხლა ვიბრძოლებ ჩემპიონობისთვის. ისედაც ეგრე იყო ხოლმე, მაგრამ ეხლა მხოლოდ განვიხილავ. მანდაც ესეაც როგორც ოლიმპიურში 3 რაუნდი რო არის ხოლმე და ყველაფერი ოლიმპიური წესებით არის. კენჭისხრა ჩავდივართ 65 ქვეყანა ზონაში, კენჭისხრა გაგვანაწილებს და წაგებული გავარ და მოგებული შემდეგ ეტაპზე და ისევ ეგრე და ფინალამდე მიდიხარ, ერთი ჩემპიონი ხდება, ერთი მეორე და ორი მესამე. ისე სამომავლოდ მთავარი სამიზნე პროფესიულია, ხო? თუ არ მომავალშიც გაგრძელებ ესე ექნება საშუალება. მაგას უკვე შევხედავთ. მთავარი ჩვენი ახლა უკვე მთავარი იქნება პროფესიონალური კრივი, უკვე წავალთ კამრებისკენ, ესე ვთქვათ, იმ მთავარ შოუ ბიზნესში, მაგრამ იმ შოუ ბიზნესში გუნდში რომ მოხდე და რომ იბოქსავ დაუშვათ ისეთ კარდებზე, როგორზეც ვიბოქსავე წინა ბრძოლა, უსიკის კარდზე, ერთ-ერთ პრესტიჟული წონის კარდზე გჭირდება გუნდი. გუნდში რომ მოხდე, გჭირდება ეს ოლიმპიური, ესე ვთქვათ, ისტორია, შედეგი, რომ გააფორმო კონტრაქტი. ჩემ შემთხვევაში ახლა უკვე ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდოდა მისვლა და უბრალოდ არ მინდა რომ ეს შანსი და ამედლი შანსი ხელიდან გაუშვა, უბრალოდ იმიტომ რომ შემიძლია ისეთი ქართველი მოკრივე გავხდე, ვისაც ყველაზე მეტი და დიდი შედეგი აქვს. ამიტომაც პარალელურად ვცდილობ რომ შევათავსო, მაგრამ უკვე პრიორიტეტი არის პროფესიონალური კრივი. და მომავალი გეგმებიც უკვე აგებული იქნება პროფესიონალურ კარიერაზე და შეძლების დაგვარად ესე ვთქვათ შეიძლება წელიწადში ერთხელ გამოვიდე, 2 წელიწადში ერთხელ გამოვიდე. ხო. კაი, სადამ უსიკის კარდამდე მივალთ და მაგ ივენთამდე ეს ხო შენი მესამე პროფესიული ბრძოლა ხო, რომელიც მოიგე. ეხლა ჩამოხვედი ესპანეთიდან. ალიკანტედან. ეხლა ჩამოვედი. სადაც ალექსანდრე და ილია თოფურიებთან ერთად იყავი შენი სტორებიდან როგორც გავიგე და დასაშვენებლად იყავი იქ თუ თან რაღაცაც გაიარე? ვიცით რომ უემბლიზე ჩავატარე ბრძოლა, მანამდე რომ აკვირიანი ბანაკი გავიარე, შემდეგ ესე ვთქვათ ვიბრძოლე 19-ში და 21-ში ეგრევე ნაკრებთან ჩავედი შეკრებაზე. ეს შეკრება არის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წინა სამზადისი ერთ-ერთი ეტაპი. ბრძოლის მერე ეგრევე ჩავედი და შეკრებიდან ეგრევე წავედი ალიკანტეში, ისიც მოსამზადებლად, არანაირი დასვენება, არანაირი აქტიური დასვენება, წავედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომზადების ეტაპი იყო. გავიარე ალექსანდრესთან ერთად და ყველაზე დიდი გათვლა იყო მანდ მენტალური ზრდა, მენტალური რესტარტი და ასევე არანაკლები იყო ფიზიკური. რაც ჰქონდა გათვლა, რაც გავთვალეთ, ყველაფერი 101%-ით მივიღეთ. მე და ამ ყველაფერში მეხმარება ალექსანდრე თოფურია, როდესაც მას ვხდები, ყოველთვის რამოდენიმე ნაბიჯით წინ გადავდივარ, როგორც ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. ხო, თქვენ ბავშვობიდან იცნობთ ხო ერთმანეთს? ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ოჯახის წევრები ვართ და ესე ვთქვათ, ერთმანეთს ვაძლიერებთ,
ერთმანეთისგან სწავლობთ რაღაცეებს და ოჯახის წევრები ვართ. მაგ თქვენ ურთიერთობაზეც მივალთ მაგამდეც, მაგრამ კაი გავაგზავნოთ. ნუ ბოლო ეს მეც რო გავიგე თავიდან ძალიან ახლა კი შენ იმას თვალს ვადევნებ სულ და არ მიგვიჭირს რომ წარმატებით მიდიხარ, მაგრამ რაღაცა უსიკის ბრძოლა რო იყო და იმ ქარზე იჭხუბებდი, ესეთი ამბავი იყო რა, სერიოზული და ეგ როგორი გამოცდილება იყო. ეს ქარდი ანუ ეს ივენტი ქართულად როგორ ქვია მას? დღე, საბრძოლო დღე გაიხსნა შენი ბრძოლით, ხო? ნუ როგორი მომენტია, პროფესიონალური კრივი არის, შოუ ბიზნესი არის, ესე ვთქვათ, მენეჯერი, პრომოუტერი, მცოდნე ხალხი, ვინც დაგიხაზავს კარიერას, მიყვები და ესე ვთქვათ, მიგიყვანს იმ კამრებამდე და სატიტულო ბრძოლებამდე. ამ შემთხვევაში იყო ზუსტად ის ფაქტორი, ოლიმპიურ თამაშებზე გავხდი პრიზიორი, მანამდე სამოყვარულო და ოლიმპიურ კრივში მქონდა ეს შედეგები, მოვხდი ამ გუნდში და ამ გუნდის ესე ვთქვათ, მეშვეობით, დახმარებით, გამოცდილებით, კონტაქტებით, ცოდნით, მოვხდი მეორევე ბრძოლა პირდაპირ მაგ ქარზე. ანუ პროფესიონალ დებიუტი მქონდა საკუთარ ქალაქში, საკუთარ მშობლიურ ქალაქში და ეს იყო ჩემი სურვილი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ისტორიაში ჩაწერილი იყო ის, რომ პროფესიონალური კარიერის დებიუტი შედგა ჩემ მშობლიურ ქალაქში და შემდეგ უკვე მეორე ბრძოლა ეგრევე ამხელა დიდ ქარზე, ეგ ნიშნავს იმას, რომ კარგ გუნდში ვარ, მცოდნე გუნდში ვარ და ესე ვთქვათ, მაგ ყველაფრის დამსახურება არის. ამხელა ასპარეზზე ჯერ არ გამოსულხარ და ძნელი იყო, რა თქვათ რაღაცა. მაგასაც ვერ ვიტყოდი. ფსიქოლოგიურად გავლენა ქონდა შენ. ოლიმპიურ თამაშებზე მე მგონი პარიზში უკვე ნაყოფი იყო. თუმეტეს პარიზში, როდესაც მთელი მსოფლიო უყურებს ოლიმპიურ თამაშებს და მინიმუმ შენი ქვეყნის, რავი, კაფე არის, რესტორანი არის, ეზო არის თუ სახლი არის, ყველა მიცოდა რომ გამოდიოდი ესე ვთქვათ, საბრძოლველად და ვიცოდი რომ ჩემი ქვეყნის წინაშე გამოდიოდი და არენაც გადავსებული იყო, ბოლომდე სავსე იყო, ამიტომაც არ ვიტყვი რომ რაღაც ბევრად გრანდიოზულ შეჯიბრზე გამოვედი. უბრალოდ პროფესიონალური და შოუ ბიზნესის თვალსაზრისით მაგარი არის ის რომ უსიკის ქარდზე ბრძოლობ. ასევე შემდეგი ქარდები და უკვე მაგით სახელისთვისაც ხო, რა თქმა უნდა, უკვე პრესტიჟი, უკვე რეპუტაცია, ესე ვთქვათ, მომავლისთვის და შემდეგი ნაბიჯებისთვის უკვე ბევრად წინ გადადგმებული, აწეული ფასი არის ესე რომ ვთქვათ. ხო, რაღაცა მახსოვს რინგზე ამოვიდა მე მენეჯერი არის უსიკის. ჩემი კონკრეტულად ჩემი ესე ვთქვათ, გუნდის წევრი იყო, ჩემ გუნდში ირიცხებოდა, ჩამოვიდა პირადად ჩემ ბრძოლას დაესწრო, კუთხეში გამომყვა და ესე ვთქვათ, ну მომავალშიც უკვე ეს ადამიანი გახდება, აი დღე-დღეზე უკვე კონტრაქტს ხელს მოვაწერთ ჩემი პირადი მენეჯერი და ვინც არის ზვიადი ჩემი ახლა მენეჯერი, გახდება კოუპრომოუტერი. ხო. კავშირი იქნება და ანუ ესენი ერთმანეთს დაეხმარებიან და საბოლოო ჯამში ყველა დაუმეხმარება მე და მე დავეხმარები მათ. სქემა არის, სისტემა არის, მაგ სქემას ცოტა ჭირდება. რა ორგანიზაცია არის, რა ქვია? Queensberry-ის პრომოუშენი არის. Queensberry არის ჩვენთან აი როგორც MMA-ში არის UFC, ესე არის ერთ-ერთი მაღალი დონის პრომოუშენი. ოღონდ კრივში შეგიძლია სხვადასხვა 4-ვე კამარზე იბრძოლო, როგორც UFC-მ და დაუშვათ ACA-ის ორგანიზაციის ჩემპიონები შეხვდნენ ერთმანეთს და ესე ვთქვათ, გაერთიანდეს 4 კამრები, არ არის მარტო UFC. ხო, და არ არის მარტო WBC, ხო, სხვადასხვა პრომოუტერები, სხვადასხვა პრომოუშენი ძალიან დიდი სქემა არის. ცოტა დამაბნეული სქემა არის, ხო, ძალიან რთულია. მეც კი ბოლომდე ჯერ არ ვარ გარკვეული, მაქსიმალურად დღითი დღე სულ ვსწავლობ და ვცდილობ რომ ბოლომდე, ესე ვთქვათ, გავერკვე ამ სქემაში. ხო, რაღაცა მოკრივეზე რო გაიგებ ხოლმე, რომ ისე დაუმარცხებელია და ჩემპიონია და უცებ თავის წონაში ასევე დაუმარცხებელი ჩემპიონს ხვდება და ცოტა ის არის ხოლმე, რომ აქამდე როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. 4 კამარია, 5 კამარი არის ოფიციალურად, ამერიკი და არაოფიციალური კამრების ძალიან. ნუ ეხა 4 თავარი კამარია, ხო ეს? 5 არის, ხო. აი ჩვენი მიზანი იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ოფიციალურ კამრებზე ვიბოქსავთ. შენ წონაში პროფესიონალში ვინ არის ყველაზე? 4 კამარი, 4 ჩემპიონი არის. ხო და ყველაზე ძლიერი ისეთი სახელიანი ვინ არის? ჰეინი? დევიდ ჰეინი არის, შაკურ სტივენსონი არის, ტეოფიმე ლოპესი არის და კეიშონ დევისი იყო და რაღაც წონა ვერ ჩააბარა, ესე ვთქვათ, ჩამორთვის კამარი და WBO-ის კამარი გახდა ვაკანტური. ანუ თავი სამიზნე რომელიმე მათგანია ხო მაგრამ როდესაც მე უკვე მექნება სატიტულო ბრძოლა და როდესაც მე ვხლობთ იმ ყველაფერზე ამას 1-2-3 წელი მაინც ჭირდება და შესაბამისად ჩემი აზრით ჩემპიონები შეიცვლებიან დაახლოებით ხო ჯერჯერობით არ ფიქრობ მაგ ჩემპიონებზე ჯერ ვფიქრობ რომ ეს გავიარო ეტაპები ჩვენი ესე ვთქვათ
მიზანი და პროექტი არის რომ დაახლოებით მე-6 მე-7 ჩემი პროფესიონალურ ბრძოლაზე მოვიგო IBF-ის ან WBO-ის რომელიმე ევროპის ტიტულის ქამარი, ეს ვთქვათ ეს ევროპის ტიტული გაძლევს შენ უკვე მსოფლიო რეიტინგში ტოპ 20-ში ხდები, ტოპ 20-დან უკვე უნდა მოუგო ტოპ 17, ტოპ 12, 15 და გაყვე რეიტინგს და გახდე იმ ვერსიაში ჩემპიონი, როგორც UFC-ში ხარ ტოპ 10, ტოპ 12 და მე ესე ვთქვათ ახვიდე ჩემპიონობასთან. ამ ქამარს რო აიღებ, მე შეგიძლია პირდაპირ ჩემპიონს ეჩხუბო და გაერთიანო ის ქამარი, ან დაკარგო, ან გაერთიანო. ხო, მაგამდე რამდენი მოგება დაგჭირდება კიდე და ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ ჩვენ გეგმავთ დაახლოებით მე-5 მე-6 ბრძოლაზე უკვე რომ ავიღოთ ევროპის ტიტული და მე უკვე მე-13 მე-14 ბრძოლაზე უკვე ვიჩხუბოთ მსოფლიოს ტიტულზე. ხო. ეს არის დაახლოებით 3 წლის ან 4 წლის ამბავი ყველაზე მაქსიმუმ. 3 წლის ვფიქრობ. ხო, ამდენი ბრძოლა 3 წელიწადში მოვასწრებთ 13 ბრძოლა, ხო? ნუ ეხლა კონტრაქტი მაქვს, იქით წელს უნდა მოვასწრო 4 ბრძოლა. 26-ში. 5-4 არის, მაგრამ 4 ვიბოქსავებს. 2027-ში, ხო? ხო. 2027-შიც კიდე 4 ბრძოლა. 8 ბრძოლა, უკვე 2 ბრძოლა ჩატარებული მაქვს ოფიციალურად, 10 ბრძოლა და მე უკვე 2028-ში ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს უნდა ვიჩხუბოთ ტიტულზე. ნუ ესე არის გეგმა, ესე. შენ ხა 29-ის ხარ. 29-ის ხდები, ხო? სადაც ეხლა ხარ და რასაც გინდა მიაღწევ, მაგას შედებით ასაკში, ანუ იდეალური ნახე, მე პირდაპირ გუნდში ვარ, პირდაპირ ქამრისკენ მივდივარ, პირდაპირ მენეჯერი მყავს, პირდაპირ დიდ ქარდებზე ბოქსავ, მაგრამ ვინც იწყებენ ის 20 წლის და 19 და 23 წლის, ისინი ჯერ რეკორდს აგროვებენ, ბრძოლობენ 3 წელი, 4 წელი, არსად არ მიდიან, უბრალოდ გამოცდილებას აგროვებენ, ესე ვთქვათ, მერე ცდილობენ რომ კარგი კონტრაქტი იქონე და მერე მიდიან უკვე ქამრისკენ, აი ტიტულს იგებენ დავუშვათ ევროპას ან ინტერკონტინენტალს, ხდებიან რეიტინგში და მერე მიყვებიან მაგ ყველაფერს და ჩემ შემთხვევაში უფრო პირდაპირ ქამრისკენ წავალთ და შეგვიძლია ძალიან მალე გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ხო. როცა ემზადები ახლა ალბათ პროფესიულისთვის რომ ემზადები და თქვათ ახლა მსოფლიოსთვის სხვადასხვანაირად ემზადები, ხო? მომზადების ერთი დღე სხვადასხვანაირია. სხვადასხვანაირად ციკლი მთლიანად, ანუ როცა ემზადები პროფესიონალურ ბრძოლისთვის 8 კვირიანი, 9 კვირიანი მზადება გაქვს და ის 9 კვირა ოფიციალურად ესე ვთქვათ მიმართული არის ის ვარჯიშები პროფესიონალური რინგისთვის და ბრძოლისთვის, ტემპისთვის, ესე ვთქვათ ფიზიკური ძალისთვის რა და პლუს ეგ ყველაფერი კიდე და როდესაც ოლიმპიური კრივის ემზადები, იქ კიდე საერთოდ განსხვავებული ვარჯიშები არის, უბრალოდ უნდა იცოდე ცნელები, ესე ვთქვათ, ცნელები მეხმარებიან მაგ ყველაფერში და მიუყვები, ვენდობი და საბოლოო ჯამში კარგად ავითვისე, იმიტომ რომ ისე ჩანდა მაინც სამოყვარულო კრივში, ოლიმპიური კრივში რო იქნები დაუშვათ რამდენი წელი, მე ძალიან რთული არის რომ გადაერთო პროფესიონალურ კრივში, მაგრამ მე ბავშვობიდან ვიცოდი რა განსხვავება არის მათ შორის და ამიტომაც ძალიან მარტივად ავითვისე, ვიცი ტემპი, ვიცი რაზე უნდა ვიმუშაო და ეხლა ვიბოქსავე მეორე ბრძოლა უემბლის არენაზე სადაც ვიბოქსავე, როგორც ელიტური ჩემპიონი, ელიტური დონის პროფესიონალ მოკრივე, ზუსტად ის შტაბეჭდილებაა, ის ხარისხი დავტოვე, ამიტომაც შვიდათ ვარ, მაინც ყველანაირად და იცოდე ამ მიმართულების განსხვავება, როგორც კლასიკური ჭიდაობა და ძიუდო განსხვავდება ერთმანეთისგან, ზუსტად ეგრე განსხვავდება ეგ ყველაფერი. შენ პირველ რიგში თეორიულად უნდა იცოდე და მე უკვე პრაქტიკაში გადმოიტანო, იგრძნო მომზადებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორე არიან ბევრი დაუშვათ ოლიმპიური ჩემპიონები, გახდებიან ოლიმპიადაზე, გადმოდიან პროფესიონალებში და აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დარბიან, დახტიან მოყვარულ კრივს კრივობენ და შესაბამისად ვერ გამოვა. არიან კიდე მოკრივ, რომლებიც ოლიმპიადაზე შედეგს ვერ აკეთებენ, ოლიმპიადას ვერ ხვდებიან, მაგრამ პროფესიონალებში გამოდიან და ესე ვთქვათ, დიდ შედეგს აღწევენ. ამიტომაც ეგეც ინდივიდუალურია და საბოლოო ჯამში ყველაფერი მოდის ჩვენი გონებიდან. ჩვენ რასაც დავიჯერებთ, რასაც დავინახავთ, ყველაფერი ზუსტად ისე არის. რამდენი ხელა ასაკიდან კრივზე? ხო. ნუ კრივზე სრულიად შემთხვევით მოვხდი 5 წლის ასაკში. ჩემი სახლი და ბაღი პირდაპირ ერთმანეთს ბაღიდან ბაღის შენობაში იყო კრივის დარბაზიდან ესე ვთქვათ მცნელმა შემომიტყვა ისე რომ არ გინდა კრივზე მეთქი არ მინდა იმიტომ რომ მამა ჩემს გადაწყვეტილი ქონდა რომ ძიუდოზე მივიყვანე და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ ესე ვთქვათ შემიტყვა დარბაზში და დღემდე ახლა უკვე აქ ვარ და ესე წავიდა ჩემი ცხოვრება. კრივს სჭირდება ძალიან დიდი გამძლეობა, ზოგადად ყველა ესეთ ორთა ბრძოლას არა მხოლოდ კრივს. მარტო ხარ იქ შენ თავზე ხარ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ხო ყველა ესეთ საბრძოლო ხელოვნებას და ეს გამძლეობა უნდა გამოიმუშავო და დროთა განმავლობაში თუ რაღაცა უნდა კონდეს ჟილკა. ჩემი აზრით რა, ნებისმიერ სფერო რთული არის. ვინ რა სფეროში არის, ყოველას თავის სფერო მიაშნია რთული. შენ რადონეზეც მიგაშნია რთული, ის სირთული არის ნებისმიერი ესე ვთქვათ სუბიექტისთვის. საბოლოო ჯამში უნდა იცოდე რა გინდა საერთოდ სად მიდიხარ.
ხა მე რო შევედი კრივზე, ვიცოდი ბავშვობიდან რომ მინდოდა ოლიმპიადაზე, ოლიმპიური ჩემპიონობა, მონაწილეობა, მედალი, ასევე მე მაგის შემდეგ მაგის გაგრძელება იყო პროფესიონალური კარიერა. მაგრამ ვიცოდი თანდათან რომ ანუ კრივი არ არის მარტო ხელების ქნება და გჭირდება დიდი ინტელექტი, გჭირდება მენტალური, ესე ვთქვათ, სიძლიერე, განვითარება და ანუ პარალელურად ამ გზადაგზა ვიცოდი საით მივდიოდი, მაგრამ პარალელურად ყოველთვის მუშაობდი იმ საკითხებზე, დაუშვათ ჩემს მინუსებზე. ვიცოდი იქ რაღაც მომენტში გეშინია, რაღაც მომენტში ღელვა გაქვს, რაღაც მომენტში გეზარება და ნუ ჩემ თავთან ვაღიარებდი რომ აი დამეზარა და ესე არ შეიძლება რომ უნდა გამეკეთებინა დაუშვათ 20 აჯიმანია, გავაკეთე 17 აჯიმანია და ვხვდები რომ ანუ მე ახლა ვირჩევ მაგას. თუ ახლა გავაკეთე 17 აჯიმანიას, ხვალ მე გავალ მე-5 ადგილზე დაუშვათ სოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ თუ გავაკეთებ 20, გავხდები ჩემპიონი და იმ მომენტში აკონტროლებ, ესე ვთქვათ, დღევანდელ დღეს ჩვენ ხო ვერ გავაკონტროლებთ ვერც მომავალს, ვერც წარსულს და ესე ვთქვათ ვიცოდი საით მივდიოდი და ვიცოდი რომ ძალიან რთული ესე ვთქვათ პროფესია იყო, რთული გზა იყო, მით უმეტეს გინდა თუ არ გინდა დარტყმებთან გაქვს საქმე, ხო ხვდებით და ისეთი მომენტი არის რომ ნუ ალბათ რომ ვიცოდი რა მინდოდა, როგორ მინდოდა, მზად ვიყავი ყველა დაბრკოლებისთვის. რა თქმა უნდა პარალელურად ხდება ის სირთულე, იმედგაცრუება, უსამართლობა, რაღაცა ტკივილიც, რემლები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნდოვანი ხო, კრივის სამყარო ზოგადად. ხო, ზოგადად მარტო აი ზოგადად პატარა რო ხარ, შენთვის ყველაფერი ბუნდოვანი არის. კრივსაც რო თავიდანაც ზოგადად ცხოვრება, ადამიანების, სფეროები, სოციუმები და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა სწავლობ და კონცენტრირებული ხარ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ყავს ოჯახი. ესე ვთქვათ, ოჯახისგან ბევრ რაღაცას სწავლობ, ესე უყვარ ხარ, ძალას გაძლევენ, განუგეშებენ, გიხაზავენ გზას და ანუ ბევრი ფაქტორი ნელ-ნელა მე შენ თუ ჭკვიანი ხარ და გაქვს ის უნარი, რომ გააკეთო ანალიზი, ესე ვთქვათ, ანალიზის უნარის გაკეთება თუ შეიძლება, მაგალითად დღის ბოლოს გააკეთო დღეს-დღემ როგორ ჩაიარა, მე კვირა როგორ ჩაიარ თვემ, წელიწადმა და ესე ვთქვათ, ეს ანალიზი ყოველთვის მეხმარებოდა მე და მეხმარება. დღემდე ეგრე არის, რომ ზოგადად ვაკეთებ ანალიზს. პირველ რიგში თუ რამე ხდება ჩემ ცხოვრებაში, გინდ კარგი, გინდ ცუდი, ვждები ესე საკუთარ თავთან და პირველ რიგში ვეძებ ჩემ თავში მინუს და პლუს და მე უკვე ვაკეთებ საერთო ჯამის ანალიზს და მე ხვდები რომ ანუ კარგად მიდის ყველაფერი, სწორად მიდის ყველაფერი თუ რაღაც უნდა შევცვალო. ხო. მენტალურად მზადყოფნისთვის საჭირო არის, აი ამისთვის შენი თავი როგორ უნდა მოამზადო. იცი რომ ფიზიკურად ისე მზად ხარ, ეს გაძლევს საყრდენს თუ აი კიდე რაღაც სხვა გზებია საჭირო რომ შენი თავი მაგალითად ალბათ ეგეცი თავდაჯერება რომ ყველაფერი არის ალბათ ინდივიდუალური აი პირადად ჩემ შემთხვევაში ბევრ რაღაცას აი როგორ რაღაცას მივხვდი რა ანუ არის მომენტი რომ აი მაგალითად გადიხარ მქონია მომენტები მე მეტალო ნენელა გავიზარდე ჩემ შეცდომებზე გავიზარდე ჩემს რაღაც თავდაუჯერებლობის რაღაცა ფაქტორებზე გავიზარდე და მე ნენელა მივხვდი რომ ეს ყველაფერი უნდა შევცვალო თორე აი რომ დაუშვათ რინგიდან ჩამოვედი და რო უთხრა საკუთარ თავს რომ აი უფრო მეტი შემეძლო უკვე გვიანი არის, მაგრამ მაგ დროს ხო ჩემთვის ეს გაკვეთილი აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი შემეძლო. მაშინ მე არ უნდა ვთქვა, მოდი მე ჩემსაც გავაკეთებ და არ უნდა ვთქვა, რომ უფრო მეტი შემეძლო და მე ვფიქრობ, რატო ვერ შევძელი. აქ რაღაცაზე ვინერვიულე, რაღაც მომენტში მანამდე ვარჯიში რო გავასდინე, ესე ვთქვათ, კომპლექსი დამიგრო და აი ისეთი მომზადებული არ ვარ და ესე ვთქვათ, ბევრი დეტალი, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რაღაცას იმას მივხვდი, რომ აი წარმოვიდგინე, რომ აი 10 აი 15 წლის რო ვიყავი და პირველად რო გავედი დაუშვათ ევროპის ჩემპიონატზე და ესე ვთქვათ, წავაგე და ძალიან რთული მეგონა იქ ყველაფერი და მე რო გავხდი 20-22 წლის და მეთქი ხა მაგასაკში გამიყვანა თქო, რა მაგრად გამოვიდოდი თქო და ყოველას მოუგებდი თქო რა და ვფიქრობ რომ ანუ ეს დრო ხო აღარ დამიბრუნდება. და ასევე ეხლა თუ 20 წლის ვარ და მაგას მე რო ვიქნებ 30-ის მე რო ვიტყვი ნეტა 20-ის ვიყო თქო და მოდი ბარემ აქ ვარ თქო და მე არ ვთქვა თქო რომ აი ეგეთი რაღაცა შემეძლო და გამეკეთებინა თქო და ერთ-ერთი მენტალური მომენტი მაქვს ესეთი რინგზე გასვლისა 3 წუთი ადრე უკვე გახურებას რო ჩაატარებ და ესე ვთქვათ გახურებას რო ჩაატარებ და უკვე რინგზე უნდა ახვიდე 3 წუთი გაგდროვა და აი რაღაც მომენტი გაქვს რომ მსნელი გიზილავს ამებს რომ გამშვიდებს და მე ადრენალინი მოგივიდეს და აი მაგ მომენტში ზუსტად თვალი დახუჭული რომ მაქვს ვფიქრობ რომ მეთქი აი ხა 60-65 წლის კაცი რო ვიქნები თქო და აი ხლა ხომ აქვს რაღაც ღელვა დაუშვათ, გინდა არ გინდა ადამიანი ხარ, ყველას აქვს ის ღელვის მომენტი, რაღაცეებზე ფიქრის, სანამ ისწავლის სწორად აზროვნება, სწორ ფიქრს, მანამდე გაქვს ეს განცდები, რომელიც მე შენ გაკომპლექსებს, შენ ესე ვთქვათ, გამინუსებს საბოლოო ჯამში და ფიქრობ რომ ხა 65 წლის რო ვიქნები თქო და
რო ვიტყვით ხო რომ ერთხელ მაინც ამიყვანა რინგზე თქო და მაბოქსავად უკვე მოგება წაგება მეშინია გეშინიაზე აღარ არის თქო ლაპარაკი თქო და ეგეთი მომენტი მაქვს ხოლმე თითქოს აი 65 წლის ასაკში გადავდივარ და თან 65 წლის რო ხარ ალბათ გავიგებ ხოლმე რომ აი ვიღაცა გახდა ჩემპიონი ვიღაცამ კარგად იბოქსავა და სულ მომინდება რომ აი ისევ ნეტა ახალგაზრდა ვიყო და ერთხელ მაინც ვიბოქსავ და ის ადრენალინი ის სიამოვნება მივიღო და უშუალოდ რაც მინდა და ეგეთი მომენტი მაქვს გადავდივარ და გადმოვდივარ და მეთქი აქ ვარ თქო არაფერი მაქვს დასაკარგი მომზადებული ვარ ესე ვთქვათ შემიძლია და დავტკვე არის ხოლმე მომენტი რომ მე ჩემი გავაკეთე უკვე არ ფიქრობ შეიძლება საჯიმო იყოს არაობიექტური შეიძლება მეტოქე იყოს ძალიან ძლიერი რაღაცა მაგრამ მაქვს ხოლმე მომენტი რომ აი კი შეიძლება ამ მეტოქე მომიგოს თქო მაგრამ დღეს ვერავინ ვერ მომიგებს არის მომენტი რომ მე ჩემი გავაკეთე და ვთქვა რომ შემიძლია უფრო მეტად მებრძოლა კიდე მენტალური მხარე არის რომ ეხლა საინტერესო მეთოდისთვის მიგიგინია ხო აი ბევრი რაღაცა სულ ვისწავლე და ანუ ზუსტად კიდე არის რა შეგაწყვეტინა კიდე არის მომენტი რომ აი ვემზადები შეჯიბზე ხა ჩვენთან სოფლიო ჩემპიონატზე უნდა გახვიდე და 6 ბრძოლა უნდა მოიგო 6 ქვეყანა და აქ ჯგუფში 65 ხარ და მოკლედ ერთი ჩემპიონი უნდა გახდე და იქ სანამ მივდიოდი ხოლმე სულ ფიქრობდი აი ეს ძლიერი ის შემხდება ეს ამას არ შემხდეს რაღაცეებს დავალაგებდი ხოლმე და მე მივდიოდი საერთოდ სხვა ნახატი მხდებოდა ხოლმე მაგრამ მაინც გინდა არ გინდა გიფიქრება რა და მომენტი არის რომ მივხვდი იმას რომ ზუსტად შეჯიბრის მე არ უნდა ვთქვა რომ უნდა შემეძლო მეტად მომზადებულიყავი თქო მეტი არაფერი არ მაინტერესებს და ეხლა ზუსტად მომზადება არის ჩემი მთავარი ჩარჩო რა იმ პროცესით ესე ვთქვათ ვიღებ იმ სიამოვნებასაც ესე ვთქვათ მომზადებასაც და თან კიდე ის ვისწავლე რომ ტკბები ცხოვრებით ესე რომ ვთქვათ დავბერდებით წავალთ იმ ქვეყნად და საბოლოო ჯამში გავა ის ახალგაზრდობა და მე დაფიქრდები და რაღაცის გამო დაკომპლექსებული იყავი და რაღაცა სულები ქონდა და სადღაც გეჩქარებოდა და მომავალზე ფიქრობდი და მოვიდა ის მომავალი და შენი ცხოვრება გასულია და ასე ვთქვათ ვისწავლე ცხოვრებით ტკბობა და ვისწავლე ის რომ მე სპორტისთვის არ დავიბადე მოვხდი და ვიღებ დღევანდელი დღით ესე ვთქვათ სიამოვნებას და ჩემი მთავარი ესე ვთქვათ სამოთხე ბედნიერება არის ჩემი ოჯახი, ჩემი ის ადამიანები, ურთიერთობები და ესე ვთქვათ, მშვიდად ვარ, წყნარად ვარ, ვიცი ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და პოზიტიურად უყურებ საერთოდ ყველაფერს. Даже ცუდი რაც როცა ხდება ხოლმე ჩემ ცხოვრებაში ან შევსიglу, იმ ცუდში ყოველთვის ვეცებ კარგს და ყოველთვის არსებობს იქ კარგი. და ვისწავლე ესე ვთქვათ, იმ ცუდთან ერთად კარგის დანახვა და მე იმ კარგზე აგება დანარჩენის და მე ვხვდები რომ აი ეს ცუდი რო არ მოხდარიყო, ეს კარგი არ მოხდებოდა და ამიტომაც პოზიტიურად. პოზიტივი კიდე ძალიან ბევრი ენერგიაა, ბევრი ძალა არის. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საინტერესოა და ეს არის რა ქვია რა როგორ მენტალურ გზას გადიხარ თურმე რა რინგამდე ეს პროცესი იყო რომ იმ პერსპექტივიდან შეხედო ამ მომენტს და მომენტი დააფასო და კი ძალიან ბევრი რაღაცა უბრალოდ ჩემი აზრით დრო არ გვეყოფა რომ ბევრი აი დეტალებზე გავშალო და დეტალებზე ველაპარაკო შეიძლება ერთ-ერთი რაღაც ფსიქოლოგიურ მომენტს ერთი რაღაც ჩაწერა დაჭirdეს უცბად მოკლედ შემოფარგლივით ხო, თუ ამან ხო, ნუ საკუთარ თავსაც რო სწავლობ, მე ხო, შეიძლება ხომ აგან ყველასთვის არ იმუშაოს, ანუ ყველა ვერ გააკეთოს ინდივიდუალურია. ვიღაცამ შეიძლება ეს მე დამარიგოს, მაგრამ მე ვერ ჩავწვდე იმას და საბოლოო ჯამში არ გამოვიდეს, მაგრამ ხო, გამოგდის მე აი საუბართან და საუბარში, წაკითხვაში, რაღაცის ყურებაში, მოსმენაში, უბრალოდ შენ თვითონ დაფიქრდე და მიხვიდე რაღაც იდეამდე, ანუ ჩვენს ხო, ანუ ჩვენაირი ადამიანები ხარ არსებობს, აი მე და შენ, ჩვენაირი იდენტობის ადამიანი არ არსებობს. სულ ყველა ვართ განსაკუთრებული. განსაკუთრებულები ვარ და რატომ არ შეიძლება ჩვენს რაღაცა მოვიფიქროთ, რაღაცა იდეა, რაღაცა აზრი, რაღაცა შევქმნათ, რაღაც მოვიგონ ჩვეულებრივად, ანუ ვთვლი უკვე რომ ჩვეულებრივად გამორჩეული და განსხვავებული ადამიანი ვარ და შეიძლება ისეთ რაღაცას მივხვდე, რასაც დაუშვათ სხვები მივხვდნენ და სხვები მივხვდნენ დაუშვათ თავის რაღაცა სფეროში და ესე ვთქვათ, მე არ ვფიქრობ მაგ ყველაფერზე, იმიტომ მგონია რომ ბავშვობიდან ყველაფერი დახაზული გაქვს. იბადები და ამშობელი გეუბნება, ესე უნდა აქნა, მე სკოლაში ისე განასე და ანუ манипуляციაში არა, უბრალოდ გავლენაში ხვდები და შენ ინდივიდუალიზმს კარგავ და ეს საჭირო არის, აუცილებელი არის რაღაც ასაკამდე, მაგრამ როდესაც მიდიხარ უკვე იმ ასაკამდე, უნდა გათავისუფლდე და მიხვდე რომ თავისუფალი ადამიანი ხარ და ინდივიდი ხარ და განსაკუთრებული ხარ და შენ შეგიძლია შექმნა ისეთი კარგი რაღაცა, რომ დაუშვათ მომავალ თაობას, მომავალს დაუტოვო და ესე ვთქვათ, რაღაცა ცხოვრების აზრი იპოვო და ესე ვთქვათ, იცხოვრო აზრიანად და უაზროდ რო არ იცხოვრო რა. ხო, აი სულ მაგას ვცდილობ ხოლმე რომ აუხსნა ხალხს რომ აი რაღაცა კრივის და ურთაბძოლის უკან ეს დგას რა და ეს ვინც კარგად შეხედული არ არის, ბოთ გონია ხოლმე რომ აი ეს რინგზე იწყება და მთავრდება ყველაფერი და მის უკან ძალიან დიდი გზა არის, რომელსაც გადიან ის ადამიანები, ვინც რინგამდე მიდიან, გინდა კრივია, გინდა UFC. მაგალითად, ხაი თოფურიები ემზადებიან ბრძოლისთვის. ეგენი თამაშობენ ჩვეულებრივ შახმატს.
ისინი წერენ მთელ მომზადების ესე ვთქვათ გეგმას. ხო, ის ნახე, ილიასის რო ქონდა დათვლილი რო აქ რომელი კუთხიდან რამდენი დარტყმას. ძალიან ბევრი, არა მხოლოდ ის. დაჟე შეიძლება აი მაგალითად ერთ-ერთი ესეთი ხრიკი მაგალითად ალექსანდრე მიყვებოდა ილიას კუთხეში, როდესაც უნდა ებრძოლა ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლაზე. ვოლკანოვსკის ესე ვთქვათ გუნდელმა გამოიწვია ალექსანდრე, რომ მოდი აბა ვიბრძოლოთ ამ ივენტზე თუ გინდა და რაღაცეები და ანუ მეთქი UFC-ა რატომაც არა ალექსანდრეს უკვე შეუძლია მოაწეროს, მაგრამ მე რო შევეკითხე მეთქი რატო ამბობ უარს თქო, ჩაულებრივი გათვლა არის ახლა ვოლკანოვსკის გუნდს არ უნდა რომ ილიას ყავდე კუთხეში. ანუ წარმოგიდგენთ რომ მოაკლოს ილიას ხო? კი რა ძალიან დიდ ძალას და ძალიან დიდ მენტალურ აი ყველანაირი ესე ვთქვათ ძალას აკლებს. რა ჩათვალე ილია თუ არის 100% იმ 30-35%-ს აკლებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ემოციური კავშირი, როდესაც შენ ახლა ბრძოლაზე ალექსანდრე გამოყვა როგორც მთავარი მწვრთნელი მთელი ესე ვთქვათ ეს ბოლო ბრძოლაზე ხო კუთხეში იყო იყო და მშვიდად ისა ფსიქოლოგიურად მენტალურად ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული ვიყავი გასვლისას მეუბნება შენ ოთახში მივდივართ ანუ რინგზე გავდივართ მივდიოდით ჩემ ოთახში ვიცოდი დავალებას მომცევდა იმიტომ კი არა რომ უბრალოდ დავალებას მომცევდა ვიცოდი ეს დავალებას რომ მომცევს იმ ყველაფერზე ნაფიქრი აქვს ხედვა აქვს გზნობა აქვს და მე იმ ყველაფერს ვენდობი და ძალიან დიდი ესეთი ვთქვათ გათვლები აქვს და თუ ალექსანდრე ანუ რას ვამბობ რომ შახმატის თამაში მინი ზუსტად მაგ კუთხით და არა მხოლოდ ხო არა მარტო რინგზე მანამდეც ხო ზოგადად ცხოვრებაში მომზადებაში ხო ომივით უნდა დაგეგმო ყველაფერი უნდა გათვალო რა აი ჩათვალე ცალკე ცხოვრება არის კიდე როგორც ჩვენი პირადი ცხოვრება დაუშვათ დედა მამა ცოლი შვილი სამსახური და ასე შემდეგ ზუსტად იგივენაირი უბრალოდ სხვა განზომილება არის და პლუს კიდე ამ ორივეს ესე ვთქვათ შერწყმა და ჰარმონია არის და მიდის ესე ცხოვრება რა. ხო, რა შეგიძლია თქვა ალექსანდრესგან რა ისწავლე ესეთი გამორჩეული განსაკუთრებული. ხო, ალექსანდრესგან. ნუ ხა ბავშვობიდან ახალი ცნობ გასაგებია ბევრი რაღაცა იქნება, მაგრამ დონეზე ვერ ვაფასებდი დაუშვათ რა დონეზეც ეხლა უფრო დავაფასე, იმიტომ რომ უფრო მეტად გავიცანე, უფრო მეტად დავინახე, უფრო მეტად ჩავწვდი მის ესე ვთქვათ ფილოსოფიას, მის რაღაც სიბზნეს და ეს ხა იძახი როცა უკვე აი ხლა ამ თამაშის შემდეგ მანამ ეს ნენელა ყოველთვის მე და ილიასთვის როგორც უფროსი ძმა ეგრე იყო ჩემზე ერთ წლით უფროსი არის მაგრამ მაშინაც კი ბევრად ჩვენზე რაღაცნაირად წინ იყო და ყოველთვის რომ აი ესე ცუდად არ მოიქცეთ ისე არ მოიქცეთ ესე ჩაიცვით ესე გამოდით ვარჯიშე გაგვიანდება ყოველთვის იყო ლიდერი ჩვენთვის ოღონდ როგორი ლიდერი იყო იცი აი მაგალითად ავიდოდა ბაგირზე ჩამოვიდოდა და ჩვენს გვეტყოდა ადით ოღონდ ასვლას გეუბნოდა როგორ უნდა ავიდეთ სწორად აი ყოველთვის ჯერ თვითონ გააკეთებდა და მე ყოველთვის ჩვენს გვიხაზავდა და გზას რა და ნუ ეხლაც ამ მომენტშიც ეხლა ბოლო ჩასვლაზეც მანამდეც ბრძოლაზეც ნუ ეს ბოლო წლები მით უმეტეს ეხლა უფრო ბოლოს კიდე უფრო ბევრად დავინახე და დავანახა საკუთარი თავი და ისიც ვიცი რა მოუტანა აი ეს ესე ვთქვათ ნუ ცხოვრება მოუტანა მას ეს ზუსტად ის ფილოსოფიით რო დაინტერესდა იმ სიბზნით და თვითონაც შინაგანად ზენაადრევად რაღაცნაირად დაბზენებული ადამიანი არის და ვთვლი რომ იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანი არის როგორც პიროვნება და არ არის ეგოისტი არ ფიქრობს თავის თავზე ფიქრობს ჯერ მის ირგვლივ მყოფებზე მის ეგეთი ინსტინქტი აქვს იმიტომ უფროსი ძმა რო იყო ეხა ილიასთან სულ ილია ლაშა ილია მეც გუნდშიც სულ ლიდერი იყო და ამ ყველაფერმა მე უკვე ესე ვთქვათ გაგვივდა განვითარდა მე თვითონაც ნახა თავის ცხოვრების აზრი ეხლაც მქონდა მაგ ყველაფერზე საუბარო ადამიანმა შეიძლება ნებისმიერ დროს ნახოს თავის ცხოვრების აზრი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს ცხოვრების აზრი ყველაფერი დამოკიდებული მომენტიდან ცხოვრებიდან ხედვიდან მიზნიდან და ასე შემდეგ ამიტომაც მადლიერი ვარ რომ ალექსანდრე არის ჩემს ცხოვრებაში და ასევე ილია კიდე ჩემს როგორი პროექტია იცი რომ ანუ ძალიან როგორი ახლო მეგობრები ვართ და ვიყავით ბავშვობაში სანამ წავიდნენ ესპანეთში მე ძალიან ხშირად ვჩებოდი მათთან მე და ილიას ერთ ლოგინში გვეძინა ალექსანდრეს გვეძე ლოგინში ერთ ოთახში გვეძინა ჩვეულებრივი ბავშვი იყო არაფერი დიდი მიზნები არა ჩვეულებრივი აი ისეთი ბავშვი იყო როგორც რინგზე არის დაუშვა აი თან ცელკი თან წყარი თან ის და რაღაცა გამორჩეული მონაცემები რაღაცა არ ქონდა ესეთი რომ შეგეკითხო არა ყოველთვის სხვანაირი ბავშვი არ იყო აი ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი სულ ხიფათი და არ მოერიდებოდა რაღაც აი ისეთი ტიპი იყო პირდაპირი იყო რა და ანუ რას გულისხმობ მამ ადამიანისგან დავინახე რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყო წავიდა ძალიან ბევრი იშრომა ძალიან ბევრი იმუშავა საკუთარ თავში ალექსანდრესთან ერთად და მე წავიდა UFC-ში ესე თქვა თავის განაცხადი გააკეთა და საბოლოო ჯამში გახდა ლეგენდა ეხლა მეც ვფიქრობ მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვარ თუ ამ ჩვეულებრივ ადამიანმა დამანახა ეგ ადამიანი როგორი ადამიანიცი
ზოგი ადამიანი არის, რომ ჯერ უნდა დაინახოს და მერე დაიჯეროს, მაგალითად ჩემ შემთხვევაში ეგრე არის. ნუ ეგრე გამოდის. მე ჯერ უნდა დავინახო, მერე შემიძლია დავიჯერო, ამას ჯერჯერა და მერე ესე ვთქვათ, ხედავს მაგ ყველაფერს და ანუ ის დავინახე, რომ ანუ არაფრიდან აქამდე და მერე ლეგენდის გზამდე და ჩემთვის ეს უკვე დიდი თავდაჯერებულობა არის კიდევ, ინსპირაცია არის და ვხედავ რამდენს შრომობენ, რამდენს მუშაობენ საკუთარ თავზე. მე ეგეთი არ მინახია, რამდენსაც ეგენი შრომობენ. ხო არა. პლუს ძალიან მოწესრიგებულები ზოგადად თითქოს ერთი შეხედვით რომ შეხედავ თქვა მის სოციალურ ქსელს რომ მისდევენ რაღაცა ეს არ ჩანს. ჩათვალეთ რომ სოციალურ ქსელი არ მიყავთ. სოციალურ ქსელში რაც ხდება არის უბრალოდ არაფერი იმასთან შედარებით როგორც ცხოვრობენ. მაგათმა რომ სოციალურ ქსელები წაიყვონ ისე როგორც ცხოვრობენ და გრამი კი არ მოიგონონ და მარკეტინგი კი არ განავსვან, უბრალოდ როგორც ცხოვრობენ და გადადებდნენ ის სიტყვით რომ 60-იაო და იტყვით რომ აი ცხოვრება ესა, მაგრამ ეს ყველაფერი აქვს გადაცვლილი ზუსტად სისხლში, ოფში, ცრემლებში, ტკივილში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დღემდეც უწყვეტლივ ვარჯიში განვითარება ხო ხდები და ასე შემდეგ. ილიას გავლილი გზა მარტო შენთვის კი არა, ეს არის ჩემთვისაც мотиваცია არის ხოლმე რომ უყურებ, აი რომ უყურებ რომ ყველაფერში როგორი მაღალია, როგორი სწრაფვის რაღაცა კიდე უფრო ზევით, რაღაც мотиваციას გაძლევს ჩვეულებრივ ადამიანსაც, რომ აი შენ საქმეც კარგად გააკეთო რა. თან ანუ ესეთი პატარა ქვეყანა ამ ხელა ესე ვთქვათ მასშტაბებზე რა ხარისხით რა დონეზე გამოჩენილი არის ეს ძალიან მაგარია და რა თქმა უნდა ჩემი აზრით ყველასთვის ინსპირაციის წყარო იქნება. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში კიდე ილიაზე თუ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი და ეხლა HBO თუ იღებს ესე ვთქვათ დოკუმენტურ სერიალს და დარწმუნებული ვარ ალექსანდრეზაც იგივე იქნება. ეს თუ ხდება ეხლა კადრებად აგროვებენ მაგ ყველაფრის რაღაც მომენტებს და კადრებს მე მათი ცხოვრება მთელი მათი ცხოვრება არის ჩემთვის დოკუმენტური ფილმი. ნულიდან ინდა 3-4-5 წლის ასაკიდან დღემდე ჩვენთვის ყველაფერი ხდება დოკუმენტურად და ესე ვთქვათ ვთქვები, ვსწავლობ და ვითარდება. ალექსანდრე ხო შეგიძლია თქვა რომ დისაპირებს UFC-ში მომავალი. თუ შეგიძლია ამის თქმა. სიმართლე რომ გითხრა ჯერჯერობით არა არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ არ მინდა რომ გავაჟღერო. ილიაზე არ კითხავ ხა უკვე ისეთი ის არის რომ მაგის თქმა წინასწარი მთელი ის არის ხოლმე დაგეგმა როდის შეუულია თქვას და როდის არა და. ხო რა ალექსანდრესაც იგივენაირად. ხო. არაფერს არ გავაჟღერო, მაგრამ ველოდებით. მაგრამ ალექსანდრეს უფრო რთული მომენტი აქვს ის რომ ელოდება ილიას ბრძოლას და არ უნდა რომ კემპის წარმოიდგინე 8 კვირა გრძელდება ხო? მინიმუმ 8 კვირა მაგათი კემპი და კემპში ალექსანდრე აუცილებლად უნდა იყოს. ასევე მერე კუთხეში და როდესაც ილია ემზადება, ალექსანდრე მომზადებას ვერ გავლის. მაგრამ ილია ალბათ ახლა მომავალში კიდე 1-2 სკაის ესე ვთქვათ მიიღებს და დაასრულებს კარიერას და მერე უკვე ალექსანდრე რო დაიწყებს, ჩემი აზრით გახდება ჩემპიონი. ხო, ეს ძალიან ველოდები ალექსანდრეს ბრძოლებს. კაი, რახან ამ თემაზე მივედით, რუსთავში გაიზარდეთ, ხო? როგორი იყო მაშინ ცხოვრება ეგ რუსთავში? ეს რომელი წლები არა ეს რაც მოყვა ბავშვები რო ხართ, ეს არის 2006 წლიდან ჩვენ უკვე დავმეგობრდით 2007 წლიდან. ხო. ნუ რაღაც შემთქვა რაღაც ქუჩური ბავშვური რაღაცეები, მე ალექსანდრეს და იმასთან მივედი დახმარება ვთხოვე, მეთქი აქ არიან თქო რაღაც ისეს, გავიდეთ თქო, გამოვიდნენ ალექსანდრე მიტოქში ხო ხდები და როგორი რის მერე დავმეგობრდით ყველაზე ძალიან ბავშვობაში, როდესაც ვარჯიშზე მივდიოდი, ყოფილა ხოლმე რომ ჩემ მეგობრებს უთქვა და დღეს არ წახვიდე ვარჯიშზე ფეხბურთი ვითამაშოთ, რაღაცა დაჭერობანა ვითამაშოთ და ყოველთვის ჩემთვის ეს რაღაცა ანტიპათია იყო და ნეგატივი იყო ხოლმე და ეგ ძალიან არ მსიამოვნდა ხოლმე და ვერიდებოდი ხოლმე უკვე და მეგობრობაც წყდებოდა ხოლმე, ვინც ეგეთ რაღაცას მეტყოდა ხოლმე და ხო და ალექსანდრე და ილიასთან ერთად მაგ ინციდენტის შემდეგ ალექსანდრე მეუნება წამოდი ჩვენთან. ანუ მე ვცხოვრობდი იმაში კორპუსში და კორპუსის წინ იყო კერძო სახლები და პირდაპირ ახლოს. ხო, ანუ უნელები იყავით ესე გაიცადეთ. ნუ ეგრე გამოდის ოდნავ მოშორეთ 100 მეტრი, ჰა. და რომ მორჩა ეს ყველაფერი ალექსანდრე მეუნება წამოდი ჩვენთან ვივარჯიშოთ. ანუ ეს სიტყვები მითხრა თუ არა, всё, მაგის მერე უკვე 24 საათი ერთად ვიყავით და ესე ვთქვათ. კრივზე ვარჯიშობდნენ ბავშვობაში? არა, იყვნენ მოჭიდავები. ხო და შენც მაგიტო გეკითხები. აი, როგორი ჩემი ძმები არიან მოჭიდავები. იყვნენ მოჭიდავები ბავშვობაში და მაგათი გუნდელები, ან მამუკა და ბექა ჩემი ძმები არიან და ილია და სანდრო იყვნენ გუნდელები. და უკვე მაქედან ესე ვიცოდი და მე ისე მოხდა რომ ჩვენ წავედით ზბორებს ვეძახდით შეკრება, ანუ ქალაქის შეკრება, წავედით ბაკურიანში და ისე მოხდა რომ მე მოკრივე ვიყავი და ჩემო მშობლებმა ესე ვთქვათ გამაყოლეს მოჭიდავეებს.
და უკვე ჩვენ ხუთნი ერთად წავედით რუსთავის ქალაქთან და მაგის მერე უკვე კიდე დავმეგობრდით, ერთმანეთი გავიცანით, კიდე ხაზი, აი როგორი მომენტი ქონა, კიდე რაში გავიცანით ერთმანეთი. რო ჩავედით, იყო ისეთი პრინციპი, ყოველ საღამოს უნდა გავკეთებინ აჯიმანიები, ოღონდ პირველ დღეს უნდა გავკეთებინ 100 აჯიმანია, მეორე დღეს 200, 300, 400, 500 და 14 დღე ვიყავი და ბოლო დღეს 1400. ოღონდ როგორ უნდა გავკეთებინა? გახარ იმებზე, ხელებზე და არ შეგიძლია მუხლის დადება. და ეხლა წარმოგიდგენ რომ ხართ 15 ბავშვი და ბოლომდე რო იბძვით რა, ის ჩვენ 1400 უნდა გააკეთოთ. 1400, წინა დღეს 1300. შესვენების გარეშე, ადგომის გარეშე. ხო, პროსტა ხელი გიდოს, ერთ ხელს დაფერთხა, მეორე ხელს დაფერთხა, მუხლი არ უნდა დადო. და ანუ ერთმანეთის ხასიათი იმაში დავინახეთ, რომ აი ბოლომდე ვიბრძოლეთ, არც ერთი არ დაუნებდით, ესე ვთქვა და რაღაც მომენტში კიდე ანუ ერთმანეთის რაღაცნაირად ის ღირსეული თვისებები დავინახეთ და ანუ მაგის მე ნელა რაღაცები ინსტინქტურად მოხდა, რაღაცები გააზრებულად, რაღაცები გაუაზრებლად და დღეს უკვე აი ზუსტად ის ადამიანური თვისებები და ფაქტორები რაც გაგვაშნია, მაგიტომაც ჩვენი გზები არ გადაიკვეთოთ, თორე კი იცი რომ დისტანცია როდესაც არის, ეხლა რამდენი წელი იქ ცხოვრობ, მე აქეთ ვცხოვრობ და მაინც გინდა არ გინდა დისტანცია, გარემო, ის სოციუმი შენ გცვლის და სხვანაირს ხდის, მაგრამ ნუ მაინც ესე ვთქვათ, მე სხვა სოციუმი, იმას სხვა სოციუმი, მაგრამ ის ადამიანური ღირებულებები, თვისებები, ესე ვთქვათ, ჩვენი საერთო აღმოჩნდა, როგორც ბავშვობიდან, ესე ვთქვათ, დღემდე და ყველაფერი მიდის იდეალურად და კარგად. როცა რინგზე დგახარ ახლა ალექსანდრე რომ შენ წვრილი იყო და კუთხეში იდგა, ნუ გასაგებია მომზა სადაც ბრძოლა იქნება, ბევრ რაღაცაზე საუბრო, ბევრ რაღაცას გეგმო. რინგზე როცა ხარ რამხელა გავლენა აქვს აი სიტყვებს რაც გესმის მე კუთხიდან და მე შესვენების დროს კიდე რა ფაქტორი არის მე და ალექსანდრე რა ანუ ჩვენ ორზე რო ვილაპარაკოთ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ის უფრო მეტად დაუშვათ შეიძლება იცის ჩემი ფსიქოლოგია და ჩემი ფსიქიკა ჩვენ როდესაც რინგზე გავდივართ აი რინგზე მის ბრძოლა ის დავალებას კი არ მაძლევს ეგრევე რომ აი რაღაცა ის დაგიწესოს ბარიერი რომ დავალება გეუნება არა უშავს არიჩქა რომ შვიდაჯერ გამშვიდებს გაწმარებს ესე ვთქვათ ქიმიას ქმნის ენერგეტიკას ქმნის და მე გაძლევს მცირე დავალებას მე კიდე შემდეგ დავალებას და უკვე всё მიყვები რა ანუ ქიმია მოხდა ესე ვთქვათ ემოციური კავშირი მოხდა და უკვე დაჟე რაღაც მომენტებს რო უყურე დაიძახა ეგრევე გავაკეთე რა აი ძალიან ინსტინქტურად მოხდა ყველაფერი რა და ამიტომაც ეგეც კოდი არის მაგასაც ცოდნა ჭირდება ეს ყველა მსმენელს არ შეუძლია ეს ყველა ადამიანს არ შეუძლია ამიტომაც ალექსანდრეს ფაქტია რომ დიდი გავლენა აქვს როცა კუთხეში გიდგას ანუ ეს არც ნიჭი არაფერი ეს არის მისი ინტელექტი მისი IQ და მან იცის თუ როგორ მიუდგეს სპორტსმენებს ზოგადად ადამიანებს და მით უმეტეს მე როდესაც იცის ჩემი სტერეოტიპი იცის მე როდის ვარ მორიდებული როდის ვარ პირდაპირი როდის შეიძლება რაღაც მომენტში უკანაბიჯი როდის გვერდზენაბიჯი და კარგად მიცნობს და კარგი ანალიზის უნარი აქვს და იცის სწორად როგორ მოგაწოდოს მაგალითად როცა საუბრობთ საი მაგალითად ყოველ საღამოს სულ ქონდა საუბრები რაღაცებზე და საბოლოო ჯამში მივხვდით ორივე რომ სულ ძირითადად რაღაცების ანალიზს ვაკეთებთ და სულ დაუშვათ უნდა რომ ჩემი ნაკლი დამანახოს რომ რა უნდა გამოვასწორო აი მაგალითად დარტყმის დროს ხელი ქვევით მაქვს ვარჯიშის დროს მაგრამ სანამ მაგას მეტყვის ჯერ მეუბნება რომ შენ ძალიან ძლიერი ხარ დაუშვათ ძლიერი დარტყმები გაქვს ჯერ ჩემ თვით შეფასებაზე ესე ვთქვათ ზრუნავს ჩემ თვით შეფასება მაღლა და მე მეუბნება აი ამასაც გამოვასწორე და საერთოდ სხვა იქნებოდა ხო ანუ თქმის ფორმასაც ძალიან დიდი ინტელექტი ჭირდება და არიან ადამიანები რომ აი შენ ცუდი ხარ და შენ ხელი გაქვს ჩამოწეული და ანუ ეს ფაქტორი არის რა სამომავლოდაც ალექსანდრე იქნება ხოლმე შენი ნუ ალექსანდრე არის აქტიური სპორტსმენი ისედაც თავის ძალიან დიდი დრო და ესე კარიერა ესე ვთქვათ შეწირა ეხლა ჩემთან მიმართებაში მე მაგას არც ვთხოვ ეგეთ რაღაც და უბრალოდ რომ ვთხოვო დარწმუნებული ვარ ეგეთი ადამიანი არის რომ მაინც დამითმობს თავის იმ ძვირფას წუთები წამებით დღეები იქნება მაინც გააკეთებს მაგრამ ეხლა ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ შემიძლია იმის თქმა რომ გონია და ესე ვთქვა დარწმუნებული ვარ, როდესაც მე ხდება სატიტულო ბრძოლა მსოფლიოს ქამარზე ან რაღაცა მძიმე ბრძოლა, დარწმუნებული ვარ ალექსანდრე ჩემს გვერდით იქნება. ხო. მაგის თქმა შემიძლია. მაგრამ კარიერას წავიყვან ჯერ ესე და უკვე მნიშვნელოვანი დროს ჩემს გვერდში იქნება. თვითონ უსიგზე რა სიტყვა ერთი ორი სიტყვით უკვე წავიდა საუბარი ყველა დროის საუკეთესო მძიმე წონოსანი და შენთვის ეხლა აი როგორი მომენტი არის ბავშვობიდან უყურებ ოლიმპიადას 2012 წლის ოლიმპიადას უყურე პირველად მე 2012-ს უყურე 2016-ს უყურე 2020-ს უყურე ტოკიოს და 2022-ში მე გამოვედი 2008 წელს ეგ გახდა ფინალისტი და 2012 წელს გახდა ჩემპიონი. ეგ და უსიკი ჩემი ბავშვობის კუმირები იყვნენ. ბავშვობიდანვე მაგათ ვარჯიშებს, რაღაც YouTube ვიდეოებს, მაგ ყველაფერს უყურებდი და
ესე ვთქვათ, ჩემთვის უსიკი არის კუმირი და მე როგორც პროფესიონალად რო ვთქვათ, ყველაფერი მოიგო. ანუ მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მესამედ. მე მგონი რომ ყველა რეკორდი მოხსნა და არის ლეგენდა. მით უმეტეს 14 წლის იყო და კრივზე არ მიიღეს, დაგვიანებული არისო და მაგ ადამიანმა დამანახა და დაგვანახა ყველას, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, თუ ძალიან მაგრად გინდა და გწამს, აუცილებლად შეიძლება რომ ეხლა არის მძიმე წონის და ქვემძიმე წონის ჩემპიონი. ქვემძიმე წონის ჩემპიონსაც ყველა კამარი აქვს იქაც და აქაც, ხო? აქ სამჯერ გახდა აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონი, იქ ერთხელ. ხო. ანუ ლეგენდა არის. ხო, სასწაული შედეგი. ყველა დროის ლეგენდა, ანუ უბრალოდ ლეგენდა კი ყველა დროის კრივის ლეგენდა არის. ხო. და ძალიან მიხარია რომ მის ქარზე ვიბრძოლე, ბავშვობიდან ხედავდი, მამა ჩემი მეუნებოდა, ეხლა რო უყურებ, ხოლ მას შეხვდები და ხელჩამომართვეო. იმ დროს ბუნდონა ჩანდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ერთ ქარზე ვიბრძოლე და მისი ქარდი მე გავხსენე. ხო, თვითონ მასთან ესე იცნო პირადად შეხვედი ხა? რა თქმა უნდა. ესეთი კომუნიკაცია და დარეკვა და მიწერ-მოწერ არ მაქვს, მაგრამ ეხლა მის ქარზე რო ბრძოლი, გაწონებზე ვიყავით ერთად, პრეს კონფერენციაზე ვიყავით ერთად, უბრალოდ გადაკვეთა მოგვიწია, ესე გამარჯვების დონეზე კი. ხო, თან ისეთი და პიროვნულობას დადებითი ადამიანი ჩასხდება ეს თავისუფლების პერსონას, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია, საუკეთესო. ძალიან ბევრი რაღაცა მის პოდკასტებს მოусმინე ზოგადად და ბევრი ადამიანური თვისება და ბევრი ადამიანური ფაქტორი დამანახა და ესე ვთქვა შემიძლია თქვა რომ ვისწავლე. ნუ ერთ-ერთი ფაქტორი მოიქცეს ისე სამყაროს, როგორც დაუშვათ გინდა რომ ის მოგექცეს. და ერთ-ერთი მაგალითს ყვება რა, მე ჩემი მეუღლე სიძე რა მეგობრები ვიყავითო ტყეში, მე გამოვიარეთო და იყო საჭირო ოთახიო, მაგრამ იქ არ იყო დამლაგებელიო, მაგრამ ჩვენ შევედითო ესე ვთქვათ და რო გამოვიდითო დავდე იქ ფულიო რა ის დაუშვათ ის ლარიანი. ხო. და წამოვიდი, მაგრამ ჩემი მეგობარს არ უნდა არ დებდაო, მაინც ხო არავინ არ არისო და ამან უთხრა რომ ნუ ეს შენ დადე და როდესაც მოვა ის დამლაგებელი თავის საქმეს გააკეთებსო. ხო, მე არ არისო, შენ მოიქცე სამყაროს ისე როგორც გინდა რომ ის მოგექცესო და ზოგადად ამ პრინციპით ცხოვრობს და ჩემთვისაც ესე ვთქვათ ძალიან გამოსადეგი არის რა. ანუ სამყაროსთან მიმართებაში იყავი ესე ვთქვათ გულწრფელი და სუფთა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ეგრე ეგეთი რაღაც. კაი, შესვენება გავაკეთეთ პატარა, სოკარის შეკითხვა გვაქვს და როგორ ისვენებ ხოლმე შენ და როგორ ივსები ენერგიით? როგორი მომენტი მაქვს იცი, შეასრულე რთული მისია და მიიღე რაც გსურს, ეგეთი მომენტი არის რა. აი ვემზადები დაუშვათ 3 თვე სულ გადამულად და მანამდე შეიძლება ბავშვობაში შეიძლება კომპიუტერთან გამეთენებინა. ხტები, მე შეიძლება რაღაც მეგობრებთან ერთად გამეთენებინა, რაღაც ბარში წავსულიყავი რაღაცა. რა თქმა უნდა ეს კარგი არ არის, მაგრამ ჩემმა სოციუმმა, ჩემმა პირობებმა ეგრე მოიტანა და დღეს უკვე ჩემი დასვენება არის ოჯახთან ერთად გატარება დრო და მოგზაურობა. მიყვარს ესე მოგზაურობა, მშვიდ, კარგ, წყნარ გარემოში, ამაზი რაღაც ხედები, ქალაქები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა გეგმა მსოფლიო ჩემპიონატის მერე ჩემს მეუღლესთან ერთად რომელიმე კარგ ქვეყანაში გავემგზავრებ და დავისვენო. ეგ არის ჩემი რესტარტი. აწონებზე როცა არის ხოლმე და რაცა პრეს კონფერენციის მერე და ბრძოლის წინ რა მოკლედ ესე პირისპირ დგომი რო არის ხოლმე როცა ორივე ბრძოლის თვალებში უყურებს ერთმანეთს მან რამე წდება ხოლმე აქ მაგას მნიშვნელობა? შეგიძლია იგზნო ის რა. აი მაგალითად მე ახლა ვიგზენი ის რომ დავკარგე მომენტში და ანუ ეგ მანამდე დიდი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ეგ ვისწავლე ოლიმპიურ კრივში, როდესაც მიდიხარ კუთხე, ანუ როდესაც ბრძოლა სანამ დაიწყება, ჩვენ გვაქვს face to face, საჯი გვასწნობს წესებს და მაგას გვაქვს მარტო face to face. ხო, ისეთი არა როგორც მე მანამდე თვალებში უყურებ და აი მე ცოტა აი ენერგიების შეგზნება შემიძლია, აურის გზნობა შემიძლია, რაღაც ეგეთი მომენტი მაქვს და აი მაგ მომენტში გზნობ რა და ეხლა მაგალითად ბოლო ბრძოლაზეც ეგეთი მომენტი იყო. განწყობილი ვიყავი ამ მეტოქის მიმართ ნორმალურად, 7 ბრძოლა ქონდა, 1 წაგება, ანუ 8 ბრძოლა ქონდა, გამოცდილი ბიჭი იყო, ჩემთან შედარებით ჩემი იყო მეორე ბრძოლა ესე რო ვთქვათ ოფიციალური და აწონებზეც. მოიცა ეს ახლა ბოლოზე ყვები ხო? ეს მესამე არისო? როგორ იყო იცი, ერთი იყო ლიცენზია არ აქვს იმ ორგანიზაციას პროფესიონალური, მაგრამ ჩაოლე პროფესიონალური ბრძოლა ჩავატარე. და მაგითო ქვია რომ მესამე პროფესიონალური ბრძოლა ხო? ხო, ქვია, მაგრამ რეალურად ბოქს რესი ჯერ ორია, მაგრამ სავარაუდოდ დროთა განმავლობაში ის ერთის ჩამეთვლება მოგებათ. გასაგებია ხო. და იქ ვიგზენი ეგრევე რა, ეხლა აი ამ ბოლო ბრძოლაზე ჩავხედე თვალებში და აი მოდიოდა ის ენერგია, რომ თავდაჯერებული არ იყო და თითქოს შესაწირი ბატკანივით იყო. აი ესე ვიგზენი და კიდე აქეთ მეუნებოდა რაღაცებს, რომ თითქოს მზად ხარო ჩემთვისო და ნუ მე ეს თამაში იყო ხო უკვე ის. ხო და მე ზოგადად მიღაბი იყო ხო. ზოგადად
მე ჯერჯერობით ყველა მეტოქეს მიმართ პატივისცემით და ნორმალურად ვარ განწყობილი და თუ რამის თქმა მინდა და რაღაც მინდა, ამას გავაკეთებ რინგზე. და თუ მოიტანს ახლა დაუშვათ უკვე კარიერა, სიტუაცია, მომენტი რო ბრძოლა გაგვივდეს, მე უკვე ნახოთ როგორ იქნება. ხო, ანუ ამ პირისპირ დგომამაც შეიძლება რაღაცა შეცვალოს სამომავლოდ, ხო? კი, გზნობ რა იმეტოქის, როგორ არის როგორ არის განწყობილი, მაგრამ შეიძლება არაფერი არ შეცვალოს. ჩემთან ვერ შეცვლის, მაგრამ ვიღაცა შეიძლება გატყდეს, რომ ჩემი ენერგია იგზნოს და მე მისი ვერ ვიგზნო და რაღაც მომენტში შეიძლება ამ ფაქტორმა ითამაშოს რაღაც როლი. ჩემ შემთხვევაში არ ამგონია. შენი ერთი აი როცა ისვენებ კი როცა უკვე ისახარ რა რომ მე ჩემისთვის ემზადები ან ზოგი ერთი დღე როგორ გამოიყურება რომელზე დგები და ვარჯიშობ ეს მის მიხედვით არის შეკრება როგორია თუ რაღაცა სულ ერთი რუტინა გაქვს აი ახლა შეკრებაზე ვიმყოფებით და დილას რის ნახევარზე ვდგები 8 საათზე გაქვს გასეირნება ხან ვარჯიში მე 11 საათზე გაქვს ვარჯიში მე 5 საათზე გაქვს ვარჯიში ამ მთელი დღე ფაქტობრივად არ გცალია მე საღამოს 7 საათზე ეს სულ კრივია და დარბაზში ხარ თუ თქვა და ფიზიკურად არა გარეთაც სტადიონზეც გაქვს ესე ვთქვა პლუს კრივი სხვადასხვანაირად რა გარეთაც და კრივი ძირითადად ეტაპს გააჩნია. გორში არის შეკრება და გორში რატო არის? ყველაზე საქართველოში ყველაზე კარგი პირობები ამისთვის გორია? არა, ეხლა სიმართლე გითხრათ საქართველოში ბევრი პირობები არ გვაქვს. ეხლა მაგალითად ინგლისელებს და ამერიკელებს და იმათ რო აქვს, ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ესე ვთქვათ პირობები. უბრალოდ კარგი სასტუმრო არის დარბაზი ახლოს და მაგიტომ. პლუს ეხლა არის ხოლმე მწნელს ბატონი ბეჟან ჭიჭინავას გათვლა აქვს ხოლმე ის რომ მაგალითად ფიზიკურ სპორტს როდესაც გავდივართ, მივდივართ მთაში. ბაკურიანში უფრო მეტი ჟანგბადი, უფრო ძალაზე მუშაობა, უფრო დიდი ვარჯიშები, მძიმე ვარჯიშები, მე უკვე შეჯიბრისთვის ჩამოვიდივართ უკვე ქვედა ჰაერზე. არის ზღვის ჰაერზე ჩახლა, არის მთის ჰაერზე, არის შუა. აი ხა გორი ესე უწევს დაახლოებით შუა კლიმატიც და თავისებური ესე ვთქვათ გათვლა აქვს. ხო, ეს ალბათ იმის მიხედვით მე სადაც ტურნირი ტარდება, იმასაც ხო, ეგეც არის. ეს საკმაოდ. თან ახლა არც სიგრილე გვინდა ძალიან, არც სიცხე გვინდა და აი გორი იდეალური არის რა. აქ მაშინ თბილისში 12 რაუნდში და ახ თუ ის არის ხსენება შეიძლება თუ გინდა თუ კი შეიძლება 12 რაუნდის ხო ვარჯიშობ ხოლმე ადრე უფრო ხშირად ხედავდი ხოლმე ეხლა დიდი ხანი ეხლა ფიზიკურად არ ვარ ხოლმე მაგრამ როდესაც მაგ ხოლმე პერიოდი მინდა გარემო შევიცვალო ზირთად ვარჯიშობ რუსთავში როდესაც თავისუფალი ვარ ან კემზე თუ რა ვარ ან შეკრებაზე ვარ რუსთავში მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე მინდა რომ ფსიქოლოგიურად რესტარტი გავაკეთო და მოვდივარ ხოლმე 12 რაუნდში იდეალური მაგარი გარემოა კარგი სტაფი, კარგი მცნელები და ვაკეში თუ იქ ისეთი მოსფილია. ხანსად, მაგრამ ეხლა უფრო ვაკეში ვარ ხოლმე, ვაკეში მიდივარ. ხო, მეც ხა ისე ავიყვანე მწვრთნელი და ისე დავიწყე კრივის ვარჯიში მიყვარს ძალიან რა და ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნებას ამ ვარჯიში ვღებულობ რა. იქნება ხა ძალის მიერეთაც ვარჯიშობ ხოლმე ხანდახან კარდიოს მომატებ რაღაც, მაგრამ ადრენალინი, კარდიო, ჰორმონები აი სხვანაირი და ესთეტიკას ძალიან მიყვარს კრივის თავის ხელთათმანებიან ტომრები რო კიდია და რაღაცა ეს ვარჯიში რაც მოაქვს რა. ზოგადად ახლა გლობალურ ბოქს რო შევეხოთ კრივს UFC ძალიან პოპულარული გახდა ბოლო წლები და თითქოს რაღაცა ადამიანის ყურადღების დიდი ნაწილი აქეთ გადავიდა ხო თითქოს არა ეგრე არის ხო კრივს მოვაკლდა მაყურებელი ხო მაგრამ ეხლა მაინც უფრო ბევრი ყავს ვიდრე UFC-ს როგორც ვიცი არა ჩემი ეს არ ყავთ იმიტომ რომ იქ UFC არის მარტო ეს დიდი ამერიკა ინგლისი რაღაცა ესეთი ქვეყნები და შიდა სამზარეულო არის რაღაცნაირად და UFC-ს უბრალოდ ძალიან დიდი მარკეტინგი და დიდი დაფინანსება აქვს თავისებურად. Ну, ალბათ მარკეტინგის გამო, ჩემი უბრალოდ სწორი მარკეტინგი. ხო, ისე კრივშიც რო რაღაც ეგეთი მოხდეს, უკეთეს ხوار იქნება, აი, ერთი დიდი ორგანიზაცია რო იყოს რა. ძალიან კარგი იქნება, არის შეიხი, რომელმაც UFC-სთან გააფორმა ისეთი ორგანიზაცია, ხელშეკრულება, რომ უკვე UFC გახდა, ანუ UFC-ის ორგანიზაცია იქნება მხოლოდ კრივი. ხო. და მან უნდა რომ აიყვანოს ესე ვთქვათ ძლიერი ის ტოპ მოკრივეები და უბრალოდ ეგეთი სისტემით წავიდეს. ჩვენთან კრივში რო წააგებ მე თითქოს უკვე всё B კატეგორია ხარ რა და UFC-ში რო წააგებ უბრალოდ რეიტინგი დაბლაიწევი ისევ შეგიძლია ამოქაჩი და ხო მაყურებლის ხედანაც გასაგები სისტემა უფრო რა ვიდრე კრივში აცხადება. ბევრად ადეკვატური არის ვიდრე დაუშვათ კრივში და ეგ უნდათ რომ ანუ ძლიერი უნდა მოხდეს ძლიერი მეტოქები ჩვენთან შეიძლება აი დაუშვათ პაკიაო და ფლოიდ მევეზერი ვერ შეხვდნენ ვერაზროს და ველოდებოდით კიდე რამდენიმე ბევრი ბრძოლა მოხდა ისე ანუ შეხვდნენ უკვე პრაიმი რო გადააგორეს და თითქოს ეს კარგავს ხიბს და ველოდებით როდის მოვა აი მათი ბრძოლა და ან მოვა ან არა და ბოლოს როგორც იქნა აი ფულის და იმის გამო ხდება. ამიტომაც
ველოდებით მაგ ყველაფრის განვითარებას და მე რა თქმა უნდა თავ მარკეტინგის თავისას იზავს. აი ხო მე მაგალითად მახსოვს რომ ესეთი რაღაცა ვნახე რომ UFC-ს მებრძოლები დადიოდნენ UFC-ს აკადემიაში და უტარებდნენ ლექციებს სოციალურ ქსელები როგორ გამოიყენონ. ეგეთი რაღაცა ვიღაცის ვლოგში ვნახე თუ სადაც ვნახე არ მახსოვს რა მე მგონი დვალიშვილის ერთ-ერთი ვლოგი იყო და იქ იყო რომ ასწავლიდნენ სოციალურ ქსელს უხსნიდნენ და რაღაც იმებს აძლევდნენ მითითებებს და იქ ამაზე ზრუნავენ რომ თვითონ მებრძოლმაც თავისი ფოლოვერები ყავდეს თავის დაბრენდოს კარგად ხო კრივში უფრო ინდივიდუალურად არის ხო ხო მაგრამ კრივში ამხელა აი გადაუშვათ UFC-ს გადაუხადეს რაღაცა $1 მილიონ ჩემპიონობას და მოკრივეს გადაუხადეს $100 მილიონ ხო ხო დაუშვათ ეხლა ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ბრძოლა UFC-ში ალბათ 3.5 მილიონი დაუშვათ ილია ბოლო ბრძოლა როგორც კონორი დაუშვათ და ალექსანდრ უსიკის $150 მილიონი ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის ზუსტად ის ტრანსლაციებიდან გაყიდვა. მაგითო ფიქრობ რომ უფრო მეტი მაყურებელი ყავს ალბათ იმიტომ რომ ამდენ ფულს წერს, მაგრამ ნუ იქ ხო სხვა სისტემა UFC-ში და მაგითო სისტემა არის უბრალოდ შეიძლება UFC-ში არანაკლები ფული შეძიოდეთ იმ ტრანსლაციებით, მაგრამ სპორტსმენებს რაღაც პატარა პროცენტს გადანაწილება და ანუ კიდე რაღაც სპონსორი გამოუშვათ ეხლა ყავთ რომ 7 წელში 7 მილიარდ 700 ხო ახალი რომელიღაცა სტრიმის სერვისი იქნება რომელიც მაგრამ გაყიდვები აღარ იქნება მე მგონი ხო pay-per-view არ იქნება ესე ერთი ბრძოლას რო ყიდულობ ეგეთი სისტემა აღარ იქნება როგორც ვიცი და ხო როგორც მოკრივეს უფრო შენ თვითონაც გიწევს შენ თავზე მუშაობა როგორც გარდა როგორც მოკრივე და სპორტსმენი ასე ვთქვათ როგორც შენი ბრენდი რო შექმნა ხო შენ მაგას ყურადღებას აქცევ იმიტომ შენ გამოირჩევი სხვებისგან და ამასაც უთმობ დიდ დროს ხო მაგრამ მე ანუ ამ ყველაფერზე დავიწყე საქმეში გჭირდება ამ ყველაფერზე დავიწყე მუშაობა უბრალოდ მე თვითონ მივხვდი მაგ ყველაფერს ანუ წესით მე უნდა ყოლოდა დავუშვათ PR მენეჯერი მარკეტოლოგი და ეს ყველაფერი ჩემი ის განვლილი კარიერა რომელიც პერიოდის დავკარგე იმ როდესაც შემიძლია მეტი ფოლოვერი მყოლოდა ჰაიპში ყოფილიყავი ის პერიოდები დავკარგე და მივხვდი რომ ანუ ესეთი ტემპით თუ გავაგზელებ ესე ვთქვათ მოღვაწეობას ძალიან 60 წელსაკში რაღაც ეკამდე მივალ და მივხვდი რომ უნდა დავიწყო არავინ არ ყავს ანუ მარტო ვარ ესე ვთქვათ და უკვე დავიწყე იმ გზების მოძიება თუ როგორ ესე ვთქვათ მარკეტინგულად ჩემი თავი ავწიო გავხადო ჩემი ინსტაგრამი ესე ვთქვათ პროდუქტი და მე უკვე დავიწყო სპონსორებთან მოლაპარაკება ესე ვთქვათ დავბრენდო საკუთარი ინსტაგრამი და მე უკვე მომავალში რომ დავიწყე პროფესიონალურ კარიერას მე უკვე ნულიდან კი არ მომიწიოს უკვე გამზადებული იყოს აი ხაზში იყოს და უბრალოდ სიჩქარეს მოუმატოთ ხო და შენ თვითონ რაც გავთვალე ახლა დაუშვათ 5 წლის წინ ზუსტად იმ გათვლამ გამოიყო შედეგი და ეხლა რომ გადავხედავ იმ გათვლას ზუსტი გათვლა იყო ხო მაგაშიც წარმატებული გამოდექი 100,000-მდე ფოლოვერი ყავს ხო უკვე ინსტაგრამზე და ძირითადი არის ინსტაგრამი ძირითადი ხო ხო მითითებული იქნება აღწერაში და დავაფოლოვეთ კონტენტიც მშვენიერი გაქვს ისეთ კარგი საყურებელი და საინტერესო არის და დღემდე შენ თვითონ მეუძღვები ესე იგი ამ მიმართულებას კი დღემდე მიუძღვები და ხვალდაზე უკვე ესე ვთქვათ უკვე მენეჯერის ჩაერთვება და უკვე სხვადასხვა კომპანიების სპონსორების ალბათ ისიც ხო უკვე ჩემთვის მე შეიძლება უკვე საერთოდ აღარც ესე ვთქვათ აღარ შევიხედო ხოლმე ინსტაგრამზე და უბრალოდ იმან თავის საქმე გააკეთოს. ხო. შეუძლებელი. იმაზე რა სიტყვი ახალი მოდა არის ალბათ რა ეს სელებრიტები სოფლიოდან უკვე რო კრივში მოდიან იუთუბერები, ძმები პოლები და კიდევ სხვაებიც არიან და ფული არის, ფული შოუნა. ბევრი თვლის რომ ცოტა კრივს აზარალებს და რაღაცა აუფასურებს. რა თქმა უნდა, თან ძალიან დამოკიდებულებაც ეგეთია. რა თქმა უნდა, თან ძალიან, მაგრამ ვერაფერი ადამიანი ანუ ისე შექმნა საკუთარი თავი, გაყიდა საკუთარი თავი, როგორც პროდუქტი და $20 მილიონი აიღო. ეხლა რა უნდა ვთქვა, მეთქი რატო გააკეთა თქო? რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ მომწონს, როდესაც ადამიანი აღწევს წარმატებას. ეგ ადამიანი არის ჩემთვის წარმატებული და მაგიტომაც მხოლოდ რესპექტი, მეტი არაფერი. მე ჩემი კარიერა მაქვს, ჩემი ცხოვრება მაქვს, ესე ვთქვათ, ჩემი მომავალი მაქვს და მე თუ რაღაცა არ მომეწონება ისევ და ისევ საკუთარ თავში არ მომეწონება და თუ რა მომეწონება ეგეც საკუთარ თავში. ხო. თორე რეალურად გლობალურად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა. ზოგადად ეს კრივში ეს პრობლემას არ უქმნის, ხო, რაღაცა. ცოტა ცუდი საყურებელია შეიძლება 60 წლის ტაისონი რო მაგრამ მაინც ახლა ლეგენდას რო გააცოცხლე თავისებურად მაინც საინტერესოა. მეც მაინტერესებდა აი როი ჯონსი ბავშვობაში რო უყურებდი და შოქში ვიყავი, მე აი ამ ასაკში რინგზე ისევ მისი დანახვა რაღაცნაირად აი ლეგენდის გაცოცხლების ვარიანტი იყო. მან ტაისონმა მოიგო ხო კულებით ეგ. ტაისონი შეაუციეს. ხო, ფრე იყო, გასაგები. და ჯეიკ პოლთან მანდაც ფრე იყო? ტაისონი ჯეიკ პოლი რო იყო.
არ ვიცი სიმართლე გითხრა არ წააგო ეგ იყო პირველი ის Netflix-ზე რაც გავიდა წააგო მე მგონი Tyson წააგო ხო არ მახსოვს ხო და რაღაცნაირი საყურებელი არის მაგრამ ნუ მაინც რაღაცა პოპულარობას ზრდის რა ზოგადად საქმე საბოლოო ჯამში მაინც წაადგება მგონი ხა შოუ ბიზნესია ხო აი კონორი ოლიმპიადაზე ეგეთი რაღაცა ვერ მოხდება ხო ანუ ოლიმპიადა არის თავისებური ეთიკა რა ხო ნუ ესეთი კულტურაა თავისებური კრიტერიუმები აი ნამდვილი ჩემპიონი ნამდვილი სპორტი არის სპორტი რას გულისხმობს იცი მართლა სხვა კონკურენცია და მართლა სქემა და სისტემაა ეს რომ შენ უნდა მოიგო შენი ქვეყანა მე წახვიდე მოიპოვო ლიცენზია 70 ქვეყანაში 4 კაცმა უნდა აიღოს მე კიდე 70 კიდე 4 კაცმა საუკეთესო 20-ეული შეხვდე და მე იმუცეულიდან ერთი უნდა გახდეს ჩემპიონი და 4 წელიწადში ერთხელ გაქვს ეს შანსი და ხდები თან ეხლა რო კითხო ნურმაგომედოვი ვიძახის UFC-ის ჩემპიონობას მირჩენია ოლიმპიური ჩემპიონი ვიყო იმიტომ რომ ეს სპორტული მულტიმოვლენა არის თავარი ესე ვთქვათ გვირგვინი არის ოლიმპიური თამაშები უბრალოდ ოლიმპიური თამაშები არის ესე ვთქვათ სახელმწიფოს ეხება და შენი ქვეყნის გმირი ხარ და სამუდამო ისტორიაში ხარ და კრივის WBA-ის ჩემპიონი თუნდაც UFC-ის ჩემპიონი და ასე შემდეგ ის შოუ ბიზნესი არის და რა თქმა უნდა ელიტურია და რა თქმა უნდა მაგრამ აი თვალსაზრისით ვიძახი როგორც აი სპორტული მულტიმოვლენა სპორტული შედეგი ისტორია და ასე შემდეგ უკვე ოლიმპიადა ხო, იმიტომ რომ ეხა ბოლო ოლიმპიადა რო იყო, აი შენი ის რო ბრძოლა მოდიოდა განსაკუთრებით მესამე ადგილ ბოლო ბრძოლა რაც ჩაატარე, ანუ ისეთი ხალხი ამბობდა რომ იდღეს ლაშას ეს არის კრივი არის და რომელსაც ზედა ლაპარაკი მიდიოდა რომ აი ცხოვრებაში რო კრივზე ლაპარაკიათ, ისინიც კი მაგას მეშვებოდნენ და ელოდებოდნენ და просто ოლიმპიური ჩემპიონი ხდები და დაუშვათ, აი გვინდა არ გვინდა ეკონომიკა აუცილებელი არის, ანუ შენ მედლით რაღაც კომუნალურებს ვერ გადაიხო, საჭმელს ვერ მიიტან სახში, ეგეთი მომენტი არის და ოლიმპიური ჩემპიონი ხდები და შენ გაძლევს თვითონ ოლიმპიური კომიტეტი მხოლოდ медалს და ჩამოდიხარ და მე როგორ სახელმწიფოზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს კარგი ანაზღაურება აქვს მაგრამ მილიონი იყო ხო მე მგონი медалზე მილიონი ლარი იყო ჩემპიონზე მაგრამ ბევრ ქვეყანაში საერთოდ არანაირი ანუ ოლიმპიადა უბრალოდ არის რაღაც სიმბოლიკა და აი პროფესიონალები არის შოუ ბიზნესი სადაც არის კომერცია ბიზნესი თვითონ სიტყვა გეუბნება შოუ ბიზნესი თვითონ სიტყვა გეუბნება მაგ ყველაფერს და ესე ვთქვათ კომერციული არის просто ეს არის დაუშვათ სკოლა ოლიმპიადა ესე ვთქვათ უბრალოდ მოვიყვანო და ამის გაგრძელება არის უნივერსიტეტი უკვე რა კაცებში რო იყავი ადრესტონად იქ რაღაც მოკლედ მოყევი ნოკაუტი როგორი შეგრძნება არის მახსოვს და მე არ გამომიცდი არასდროს ჯერ ალბათ არც მე არ გამომიცდია ნოკაუტი გამომიცდია ნოკდაუნი ხო ნოკდაუნი პროსტოდ ხო ისეთი რაღაც მოხდა ტვინში რომ უბრალოდ აღვიქვი რომ ვიწექი დივანზე და უყურებდი ტელევიზორს მეტი არაფერი ასევე დეჟავიუზეც დავფიქრდი მაგალითად გუშინ ჩამოვდიოდი ავტობუსიდან ჩამოვდიოდი ამ დარბაზში მივყავართ ავტობუსს მივყავართ სპორტსმენები და აი რაღაცაზე ვფიქრობდი მე ყველაფერი ისე განვითარდა და თითქოს ეს ყველაფერი უკვე იყო ზუსტად იმაზე ვფიქრობდი მაშინ როდესაც აი დეჟავიუ მქონდა და ზუსტად იგივე რაღაცა მოხდა და მაგ დროს მივხვდი და მანამდეც მქონდა მაგას ნაფიქრი რომ უბრალოდ twins გონია რომ ეს რაღაცა უკვე ხდებოდა აი უბრალოდ იმდენად გონია შენ ქვეცნობიერ და ცნობიერს რომ თითქოს ის ყველაფერი უკვე მოხდა რა ამიტომაც დეჟავიუც ჩემი აზრით არ არსებობს უბრალოდ შენ რაღაცა კარგად არ გეცნია ხო შეიძლება სპორტსმენი ხარ ბოქსერი ხარ და მაინც დარტყმებთან გაქვს საქმე რაც არ უნდა იყოს დარტყმები თავის შედეგს ესე ვთქვათ გამოიღობს თუ როგორ თქვა ხო გამოიღებს მოზე ხო იძახიან ჭკვიანი ბოქსერი არის ისო ვინც თავის დროზე დაანებებს თავსო და მეც ვეთანხმები ხო იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ტრამვული სპორტი არის საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხდება თავში ხა სულ რაცა უნდა კაი დაცვა ქონდეს რაღაცა. წარმოგიდგენთ ფეხბურთელი ხა, ფეხბურთელებსაც რამდენი ტრავმა აქვს. კი რა თქმა უნდა, ტრავმის რაოდენობა კი არა, უფრო სიმძიმე რა, საბოლოო ჯამში კარიერას რო გაივლი, ალბათ, იმიტომ რომ ძირითადი ტრავმები თავზე მოდის ხა კრივში და მაგრამ არიან შეიძლება საერთოდ არ იყო მოკრივე და მაინც ასაკმა მოიტანოს ისე რომ შენ twinში არანაკლები ქონდეს ან მეტი მოკლედ დაზიანება. კარგი, აღარ წაგართმევ პროდუს ვიცი რომ ხა ძალიან დაკავებული ხარ აქტიურად ემზადები ბოლო ტრადიციული შეკითხვა რა არის ცხოვრების აზრი? ნუ როგორი მომენტი არის რა ყველა თან ამის წინ ვილაპარაკეთ ამაზე მე ვილაპარაკე როგორ იცი ანუ ესე ერთიანად რომ ვერ ჩამოვაყალიბე ჯერ ვიცი ცხოვრების აზრი მაგრამ ანუ მოკლედ რო ვერ ავხსნი მაგრამ შემიძლია დეტალურად შევეხო ხო კი ბატონო ჩემთვის რავი ჩემი ცხოვრების აზრი არის ის რომ პირველ რიგში ვიცოდე ოჯახის ფასი ხდები ანუ ჩემთვის ჩემი 64 არის ჩემი ოჯახი
სიწმინდე არის ჩემი, რა ვიცი, მეები, დები, მეუღლე, ნათისავი, ბიძაშვილები, ეს არის ჩემთვის ესე ვთქვათ სიწმინდე. ღმერთზეც ხო არის საუბარი, რა თქმა უნდა, აი ღმერთი არის ის ადამიანი, ვინც შექმნა ეს სამყარო და ვინც მოგვავლინა სამყაროში და ჩემთვის პირადად, როგორც ვთქვათ, ხო არის შეგიძლია უხილავ რამეზე ისაუბრო, შეგიძლია ფიზიკურ რამეზე ისაუბრო, სუბიექტზე და ჩემთვის ჩემი ღმერთი არის ჩემი მშობლები, კონკრეტულად ესე ვთქვათ, დედა ჩემი, რომელმაც მომავლინა ამ სამყაროს, მამამ შემქმნა, დედა მომავლინა და ეს ზეციერი ღმერთი არის ჩემი ოჯახის და დედა ჩემის და მამა ჩემის წინაშე და ასე ვთქვათ, ჩემთვის ჩემი ღმერთი არის ჩემი დედა და ჩემი მამა. ანუ ეს არის ოჯახის ნაწილი. შემდეგ უკვე მინდა რომ ჩემი ცხოვრების აზრი არის ის რომ მინდა რომ ისე ვიცხოვრო საბოლოო ჯამში, როდესაც მოვა ის დრო რომ უნდა წავიდე იმ ქვეყნად, როგორც ვიძახით, რომ ჩემს მომავალ თაობას, ჩემს გვარს კონდეს, ესე ვთქვათ, დაუტოვო რაღაცა ღირებული, ასე ვთქვათ, წესი, ტრადიცია, ოჯახის ესე ვთქვათ, ისეთი რაღაც დაუტოვო, რომ თქვან ჩემმა შვილიშვილმა, აი ბაბუა ესეთი იყო და დაუშვათ იცოდნენ სწორად როგორ ვიცხოვრონ. ხო, ანუ კი არის მომენტი, რომ სწორი და არასწორი არ არსებობს, იმიტომ ეს ჩვენი გამოგონილია, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი გვაქვს, ჩვენი ესე ვთქვათ, პიროვნება გვაქვს და ამ მენტალიტეტს უკვე თავისი უკვე ჩვენ ვთანხმდებით რა არის სწორი და რა არასწორი, რა არის სწორა. ქართული დაუშვათ ის ტრადიცია, წესია, დაფასება და ასე შემდეგ. ალბათ ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი. მე კიდე პარალელურად კარიერა მაქვს და მინდა ბავშვობაში დავისახე მიზანი, ესე ვთქვათ, მიზნამდე მისვლისას ის ცხოვრება გავატარო, ესე ვთქვათ, იმ ადრენალინი და იმ სიამოვნებით. სიამოვნება არის თუნდაც ის, რომ ჩემთვის მარცხი და იმ მარცხის ადრენალინი და იმ მარცხიდან ფეხზე წამოდგომით და ასე შემდეგ. მინდა დავტოვო კვალი ის, რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და ჩემო მშობლებმა ამაყობენ, რა თქმა უნდა, ჩემმა მეუღლემ მეგობრებმა, შვილებმა იამაყონ ჩემით და ესე ვთქვათ, მათთვისაც იყოს ინსპირაცია და იცოდნენ ის, რომ ანუ ესე ადვილი არაფერი არ არის და ესე უბრალოდ რაღაცა თუ არ გამოგივიდა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია. კიდე უნდა ცადო არ გამოგი, კიდე ცადო თუ იცი, შენ რა გინდა, აუცილებლად გამოგივა. ამიტომაც კიდე ბევრ რაღაცაზე შემიძლია ვილაპარაკო, უბრალოდ ესე ლაკონურად და ესე კონკრეტულად ვერ გაგცემდი ცხოვრების ასს, მაგრამ ფიქრობ, რომ მაყურებელი დაახლოებით მიხვდება და რაც თავარი არის, არ ვარ ეგოისტი და არ ვცხოვრობ მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით. რა თქმა უნდა, ჩემ ცხოვრებას არის ჩემში არის ორი პიროვნება რა, ანუ ერთი პიროვნება, რომელსაც რაღაც დაუშვათ რაღაცა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება უნდა, ადეკვატურის თუ არადეკვატურის, მეორე პიროვნება, რომელსაც აი ეს მიზნები გააჩნია და მესამე პიროვნება არის, რომელიც ამ ორივეს აკვირდება. შესაბამისად, ჩემ ცხოვრებას უყურებ ისე როგორც დოკუმენტური ფილმი. აი ყოველთვის ჩემი ცნობიერი რაც დაიწყო 5 წლის ასაკიდან დღემდე სულ რო დავწვევი ხოლმე ვაკეთებ იმ ანალიზს და ვიხსენებ თუ როგორ მოვდივარ იქიდან, როგორ ფიქრობდი, როგორ ვაზროვნებდი, რა მინდოდა, ესე ვთქვათ, რის შეცვლა მინდოდა, რის გაუმჯობესება მინდოდა, რა უკეთეს იქნება და ანუ ეს გადავხედავ ცხოვრებას, გადმოხედავ და სულ აი ესე ხო, ანუ ეს დამკვირვებელი სულ ხარ შენი საკუთარი ცხოვრება, თითქოს გარედან ყურება, ხო ეს? აი როგორც ობიექტური ვარ, ისევე სუბიექტური ვარ რა, ანუ და ну ალბათ ეს ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა ოჯახმა, ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა დედაჩემმა, მასწავლა ცუდის და კარგის ესე ვთქვათ განსხვავება, პატარაობიდან 5 წლის ასაკიდან, 6 წლის ასაკიდან ჩემ მშობლები მექცეოდნენ ისე როგორც პიროვნებას და არა როგორც რაღაც მათ საკუთრებას, რომ აი ლაშე ესე უნდა იყოს. ყოველთვის მაჩვენებდნენ რა არის ცუდი და მაძლევდნენ ესე ვთქვათ რაღაც გარკვეულ დონეზე არჩევნის ესე ვთქვათ საშუალებას და თავისუფლებას და პლუს ამ ყველაფერთან ერთად მასწავლიდნენ დამოუკიდებლობას. ну ცხოვრებამაც მე ისე მოიტანა დედაჩემი, მამაჩემი სულ შრომაში იყვნენ და ჩვენ სამი ძმანი გვიწევდა სახლში მარტო ყოფნა და მეც ის ინსტინქტი გამინვითარდა, რომ ჩვენ ძმებზე მეზრუნა და სახლში რომ მომცემდნენ დავალებას, რომ აი თქვენ ეზოში გარეთ არ უნდა გახვიდეთ აქეთ, ამ დრომდე ეზოში არ უნდა იყოთ, რაღაც სახლი მოწესრიგებული იყოს ეს ყველაფერი ზუსტად ვითომ ეხლა ბავშვობაში რომ მიფიქრე, აუ რა კაი იქნებოდა, რომ ეხლა დედამამა სახლში იყო, ყველაფერი გამგზადებული იყოს და რაღაცა ერთულად მეჩვენებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ზუსტად იმ სირთულეებმა გამაძლიერა და გამხადა ის ვინც ვარ, არა მხოლოდ მაგნაწილში ზოგადად საერთოდ ყველაფერში, აი რაც სირთულე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, ვიცი რომ ის სირთულეს მე უნდა გავუმკლავდე და მე როცა იმას უკვე გავუმკლავდი, უკვე მე ისეთი აღარა როგორც სირთულემდე და მივხვდი რომ უკვე გავიზარდე და უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ, უფრო მეტად ძლიერი ვარ და ესე ვთქვათ, ამ ცხოვრებიდან ვიღებ ადრენალინს და რატო ვიძახი ამას, რომ ყოფილა მომენტები, რომ ბევრი თავისუფალი დრო მქონია და იმ თავისუფალ დროს აი დაუშვათ ადამიანი ხარ და გაქვს ძალიან ბევრი ფული რა, აი ეს უბრალოდ მაგალითს მოვიყვან და ძალიან ბევრი ფული რო გაქვს, ფიქრობ რომ
ანუ არ გაქვს საყვარელი საქმე, უბრალოდ ბევრი ფული გაქვს რა და ვფიქრობ ალბათ იმის უკვე გეწყება ის აზრები, რომ რისთვის შეიქმნა ადამიანი, რისთვის არის ეს სამყარო, რაღაც ეს მოგბეს და ამ ფულით ის შეგიძლია გაკეთდეს. ან რაღაცნაირად ანუ მოწყურებული არ ხარ ეგეთ რაღაცებზე და მე სავარაუდოდ უკვე შეიძლება რაღაც ცუდი ნივთიერებებთან გაეკარო, ცუდი რაღაც გამყინვარებები რაღაცები გააკეთო, მე იქ უკვე ცხოვრების ესე ვთქვათ წყურვილი გეკარგება, იმიტომ ნებისმიერ წამს შეიძლება ეს რომ ნებისმიერი ესე ვთქვათ სურვილი და თითქოს არ გინდა მაგ ყველაფერზე რომ ვფიქრო და გესდება ცხოვრება ეგრე მიგაჩნია რაღაც მომენტში და მე მგონი რომ ადეკვატური ადამიანი ხდება მაგ დროს რომ უნდა გქონდეს საყვარელი საქმე, აკეთო შენი საყვარელი საქმე, რომ შენ არ უნდა გქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, რომ აი ამ რაღაცეებზე დაუშვათ არ ჩაეციკლო და საბოლოო ჯამში დეპრესიაშია და ბევრი სუიციდი. ხო, ძალიან არ არის ადვილი ეგ რა, ხო, ძალიან რთულია, ხო. შენზე არის დამოკიდებული ყველაფერი რა, თუნდაც ის რომ ანუ ჩათვლი ადვილი, თუ ჩათვლი რომ არ არის ადვილი, არ იქნება ადვილი. თუ ჩათვლი რომ შეუულებრივად შეიძლება და განსაკუთრებული ხარ და იმისთვის თუ არ არის ადვილი, შენ თუ ჩათვლი რომ შენთვის არის ადვილი, ესე იგი ადვილი არის რა. ხო, მაგრამ მაგის ეგ ძნელი ადამიანს აუხსნა თუ რაღაც დონეზე თვითონაც გამოცდილი არ აქვს რა. აი ეხა მაგაში რაც თქვი ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ამაში გეთანხმები, იმიტომ რომ მე რაღაცები რომ გამოცადი და ვნახე, ანუ რაღაცა 20 წლის წინ ჩემთვის ესენი რომ გეთქვა, როცა ვიყავი რაღაცა 19 წლის და 18 წლის ეს გავიგებდი რა მითხარი, მაგრამ შინაარსს ვერ ჩავწვდებოდი რა. და ანუ რაღაცა დონეზე ხო ყველას უწევს აი ამასთან შეხება და მე უფრო ჩემი ესე ვთქვათ სუბიექტური და ინდივიდზე ვთქვით, თორე შეიძლება მართლაც რომ საერთოდ ან ვერ გაიგოს, ან არ გაიგოს, ან არ აინტერესებს ყველას რა თქმა უნდა თავისი ხასიათი აქვს, თავისი მიდგომა აქვს, თავისი აი რას გაიგებს, რას როგორ აღიქოვს, იმიტომ რომ ანუ რაღაც ეგ საყრდენი რაღაც აი თუნდაც რა იციო შენ ცხოვრებაში ეს არის მნიშვნელოვანი, ოჯახი იქნება, შენი საქმე იქნება რაღაცა, ეს არის საყრდენი, მე რაზეც დააშენებ ყველაფერს, როგორ იქცევი, რას აკეთებ, დროს როგორ გადააძლებ ასე შემდეგ და ეს მე მგონია რომ აუცილებლად ყველას ჭირდება და თulis რომ არ ჭირდება, ჯერ ვერ დაინახა რომ ჭირდება რა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანმა იცოდეს თავის ოჯახის ფასი. აი ამ თვისებას ადამიანი თუ თავის დროზე დააფასებს, ოღონდ მე კი არა როცა უკვე აღარ ყავს დედა, აღარ ყავს მამა, აღარ ყავს ოჯახი. მე კი არა ნეტაო ეხა ერთი დღე დამაბრუნაო და რაღაცა. მაგ დროს კი აი ამ დღეიდანვე ამ მომენტიდან ვინც ისწავლის ოჯახის დაფასებას და ვინც იგრძნობს ოჯახის ძალას, იმიტომ ოჯახი ისეთი რაღაცა არის, შენ წარმატებული ხარ თუ წარუმატებელი ხარ. წარმატებული თუ ხარ, ხო უყვარ ხარ და უყვარ წარმატებული თუ ხარ და წარუმატებელი თუ ხარ, უფრო უყვარ ხარ. ხდები აი ყველანაირი და არიან საზოგადოებაში შენ რადგან წარმატებული ხარ, შენ უყვარ ხარ შენთან უნდა, შენთან აი თუ უცბად თუ ჩავარდნა გაქვს დაცემა და ხო, შენი წარმატება უყვარს და არა შენ ხო. ხდები რა, ანუ და ამიტომაც ოჯახს ვინც ააგებს თავის ესე ვთქვათ განვითარებას, თავის ცხოვრებას, აი ძალიან დაეხმარება თვითონ სამყაროს მექანიზმი და ესე ვთქვათ ღმერთიც და უფალიც და რაც გვინდა ის დავარქოთ. ამიტომაც ყველამ უნდა იცოდეს ოჯახის ფასი, დედის ფასი, მამის ფასი, ძმის ფასი, ცოლის ფასი, მეგობრის ფასი, ესე ვთქვათ, ეზოს ფასი, უბნის ფასი, ქალაქის, ქვეყნის, სამყაროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. მაინც ყველაფერი არის თითქოს ხელოვნური და დროებით ვართ. აი მაგას ხვდები რომ აი მაგას რომ მივხვდი რომ დროებით ვართ, რო აღვიქვი, ანუ ბევრმა იცის რომ უნდა წავიდეთ, მაგრამ ვერ აღიქოვს ადამიანი რომ ჩვენ როდესღაც არ ვიარსებობთ. ხო, ეს გონებს რაღაც ჩორს არის და ხო. ჩვენ თითქოს ამ სამყაროში არ ვარსებობთ და მეც ეგრე ვიყავი, თითქოს არ ვარსებობდი, თითქოს მარტო დამკვირვებელი ვიყავი, მაგრამ რო ვიგზენი რომ ამ სამყაროს ჩვეულებრივი ნაწილი ვარ და მეც ვარსებობ და არც დამკვირვებელი ვარ და არც არაფერი ზედმეტი, მის მერე ჩემი ცხოვრება უფრო ესე ვთქვათ, დინჯი, ლაღი, მიზანმიმართული, გაწონასწორებული გახდა. რამე კონკრეტული მომენტი იყო, შეიძლება გაიხსენო თუ ხო, დროთა განმავლობაში. და ეხლა ერთ-ერთი მომენტი მაქვს ხოლმე ზოგჯერ მქონია ხოლმე და ბოლო პერიოდშიც რომ ცუდ ხასიათზე ვარ. ხო არის აი ეგეც სამიკითხია რომ აი ცუდ ხასიათზე შეიძლება იმიტომ იყო. დღეს შეიძლება კარგი ხასიათზე იყო, არ იცი რატო, ცუდ ხასიათზე იყო, არ იცი რატო, მაგრამ მე წავიკითხე რომ უბრალოდ რაღაც ჰორმონი ჭარბობს შენში, რომელიც სევდა მოაქვს, რაღაც ცუდი განწყობა მოაქვს, ასე შემდეგ და ზოგჯერ მაქვს ხოლმე ეგეთი მომენტი რომ მქონია ხოლმე და მე რომ აი ადგომა რო არ გინდა სადმე გახვიდე, გამოხვიწყე ხარ და მე ფიქრობ რომ მეთქი როდესღაც თქო უნდა წავიდე თქო ამ ქვეყნად თქო დროებით ვარ თქო და მეთქი რა ხასიათი რა ცუდად ყოფნა თქო დავაი თქო და წამოხტები ხოლმე და ეგრევე იცვლება ჩემში ყველაფერი ხოლმე რა და ალბათ ეგეც ის მომენტი არის საბოლოო ჯამში ჩემ ცხოვრებაში ანუ აზროვნებაში ინტელექტში ითამაშა როლი იმან რომ ბოქსში როდესაც მოკრივზე მოვედი ჩემმა მცდელმა მითხრა რომ მოკრივი არ არის მხოლოდ ხელების ქნება არ არის მოკრივი უნდა იყოს ჭკვიანი დაუშვათ თავმდაბალი ჯელტმენი და მას სჭირდება ინტელექტი და ინტელექტი რო განავითარო გჭირდება წიგნების წაკითხვა მე გაქვს 18 წლისა 19 წლისა ისეთი ასაკი არის უმეტესად
ჩემი აზრით, ჩემთან ეგრე იყო, რომ გაინტერესებს მართლა მაინც გაინტერესებს რისთვის არის ეს სამყარო, რისთვის შეიქმნა დაუშვათ ადამიანი, რა არის ცხოვრების აზრი და უკვე მანდ მიდიხარ და მაგაზე პასუხები სად იქნება თუ დაუშვათ წიგნს არ წაიკითხავ. თან იცი რომ წიგნი ესე ვთქვათ შენს ინტელექტს, IQ-ს განავითარებს. ერთ წიგნს წაიკითხავ იქ ლიტერატურას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და მე მაქედან უკვე რაღაც იდეებს ესე ვთქვათ ხედავ, ეთანხმები საკუთარ თავს მოარგებ და მე შენ ესე ვთქვათ შეფუთავ იმას და შენ წიგნს ქმნის შენს გონებაში რა და ამიტომაც ვინც ისმენს ახლა მომავალ თაობაზეც მესიჯი იქნება ის რომ როდესაც გაურკვევლობაში არიან უბრალოდ არაფერი არ მოვლოდონ წიგნისგან ადგენენ წაიკითხონ და სულ რომ ვერაფერი ვერ გაიგონ მაინც წაიკითხონ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც სადღაც ამოტივტივდება და მიხვდებიან რომ აი ზუსტად მაგის გამო მიხვდნენ ახლა იმას რასაც მიხვდნენ ხო ვინმე არის რაღაცა მწერალი ან ფილოსოფოსი ან რეჟისორი ან რაღაც ხელოვანი აი ვისგანაც ყველაზე მეტ ინსპირაციას იღებ თუნდაც აი ამ თემებზე ფიქრისას სიმართლე რო გითხრა როგორი ადამიანი ვარ იცი აი მაგალითად ავიღე წიგნი წავიკითხე არც კი შევხედე ვის დაწერილი არის აი უბრალოდ ავიღე წავიკითხე გავიდა რაღაცა პერიოდი ვის დაწერილია მეკითხები აუ მეთქი არ ვიცი სახელის უფრო ვიმახსოვრებ ხოლმე რა აი რა წიგნი რის დაწერილია ასე და ძირითადად არ მყავს ხო ესე გამორჩეულია შეიძლება და მე რო ვთქვათ ხოლმე აი დაუშვათ ვიღაცა მწერალის სახელი გვარი მე რო ის წიგნი გადა რომ მithქვას რომ არ ვიცი თქო არ წამიკითხე მაგრამ მე ის წიგნი რო გადამიშლე და წამიკითხავს მეთქი როგორ არა თქო მომწონს და ასე შემდეგ კარგი, უღმეს მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ნამდვილად ისეთი კარგ მესიჯზე, გზავნილზე ვამთავრებთ ჩვენ პოდკასტს. ნამდვილად მისაბაძი სპორტსმენი ხარ და ადამიანი და რაც ბეტი მომავალი თაობა იღებს შენგან მაგალითს უკეთესი იქნება. წარმატებებს გისურვებ თელისული და გულით, მსოფლიოზეც და ესეც კიდე მომავალში კარიერაში. წარმატებები და სად შეიძლება ნახვა, იცი, ტრანსლაცია სად მეიქნება? პირველ რიგში იქნება? წესით უნდა იყოს, მაგრამ სიმართლე რო გითხრა ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ უკვე რომ მოახლოვდება ეს ყველაფერი მე 4 სექტემბერს იწყება. 4 სექტემბერს ან კეჭისყრა იქნება, ან ბრძოლები იწყება. მე როდის მოიწეს არ ვიცი, შეიძლება 5-ში მომიწევ, შეიძლება 4-ში, შეიძლება 6-ში და გასაგებია. და ასე შემდეგ. კარგი, მადლობა მსმენელს რომ დარჩა ჩვენთან ბოლომდე. ჩვენი ხარდამჭერები სოკარი და სელფი, თოთ გამოიწეროთ არხით, ვიდეო და ლაიქოთ და შევხვდებით ერთ კვირაში.